მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოა, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება უბრალოდ განხდება მზიამაღლობელი საქმის განხილვა. ეს არცებითი განხილვის ხდომებია, სადაც ამჯერად პროკურატურის მოწმეებს უსმენს სასამართლო, სწორედ ისინი იკითხებიან. დღეს სავარაუდოდ დაიკითხება ირაკლი გებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელიც არის დაზარალებული ცნობილი ამ საქმეში, მზიამაღლობელი საქმეში. ის უნდა დაკითხულიყო წინა ხდომაზე, 28 აპრილის ხდომაზე, როდესაც გრიგოლ ბესელიასთან ერთად მოვიდა სასამართლოში, შეეცრუ მოწმე პოლიცია ერთ-ერთ აქტივის სახელში ეს ტრანსპარენტი სტიკერი უჭირავს. დააჩვენებს გოჩავანაძეს, რომელიც ირაკლი გებუაძის მოადგილეა, მან უჩვენება უკვე მისცა მზიამაღლობელის საქმეზე და თქვა მაგალითად რომ ის დააკავა ადმინისტრაციული წესით, იმის გამო რომ ის შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, მაშინ როცა არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი ვიდეო ჩანაწერი, მათ შორის უწყვეტი ვიდეო კადრების ჩანაწერებით დგინდება, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა ბუნებაში და პოლიციელებმა მათ შორის გოჩავანაძემ და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებმა გამოიგონეს ეს შემთხვევა მზიამაღლობელის მიმართ, მას დააბრალეს, თითქოს ის აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს. სინამდვილეში ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ის დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო იფიცება საქართველოს. მზიამაღლობელის საქმე გაყალბებულია, თუმცა ამ სიყალბის მიუხედავად ის სამართალ დარღვევად სცნო მოსამართლე სალიხ შაინიძემ და რამდენიმე დღის წინ უკვე ხელახლა ახალი პატაკი დაიწერა მზიამაღლობელის წინააღმდეგ, ასევე მათ შორის აქტივისტის ციალა ქათამიძის წინააღმდეგ სტიკერის გაკვრის გამო, ანუ სამთვენახევრის შემდეგ ახალი უქმი ერთი და იგივე ქმედების გამო ახალი მუხლი დაასამართლებენ მზიამაღლობელს. ხოლო რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ამ საქმეზე გრძელდება განხილვები, არცებითი განხილვის ხდომები და დღეს უკვე სავარაუდოდ ირაკლი გებუაძე უნდა დაიკითხოს. მე ვხედავ ასევე მალხაზ ირემაძეს, ერთ-ერთ აქტივის პროევროპული აქციის მონაწილეს, რომელიც ასევე გახდა ირაკლი გებუაძის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ის ამბობს, რომ 11 იანვარს როცა დააკავეს მათ შორის მზიამაღლობელი და დააკავეს ასევე მალხაზ ირემაძე, ის აღმოჩნდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მოგესალმებით ბატონო მალხაზ, ბათუმელების პირდაპირ ეთერში. დღეს სავარაუდოდ უნდა დაიკითხოს ირაკლი გებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი. რა იქნებოდა თქვენი გზავნილი მის მიმართ, რას ეთქოდით მას? იცის ვის ბოლოს ის და გვახსოვს რა, ეს ყველაფერი გვახსოვს, არ დაგვაიწყდება და მინდა უთხრა ხალხს, რომ არა მარტო მე ვარ ესეთი შემთხვევის მომსწრე, ბევრია ამ ქალაქში და ყველა გულში ინახავს ჯერჯერობით, მაგრამ აუცილებლად ყველა პასუხს აგებს თავის აქციელზე და არავის არ ვემუქრები ჩვენ ყველას თავისთავად, როცა შეიძლება ეს ყველაფერი, აუცილებლად ყველას მოვეკითხება თავისი. თქვენ შემთხვევაში რა მოხდა, რომ გავახსენოთ მაყურებელს, ან ვინც არ იცის თქვენი ამბის შესახებ? რა მოხდა? ორ კაცს ვეჭირე, აი ცუდ ფილმებში როა და ორ კაცს ვეჭირე და გებუაძე ვაშკაცობდა თავისი ხელებით და ფეხებით და აი ეს ყველაფერი არის, ავიცი, წარმოუდგენელი, როცა ქალაქის პოლიციის უფროსია, თავისი ნათლია მოხსნეს, იქეთ მიაყოლეს ბევრი, მაგრამ მე არ გავჩერდებით რა. ან თქვენზე იძალა და ფიზიკურად ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსმა. არანაირი გამოძიება, არაფერი, საერთოდ მიფარული ყველაფერი, მიდის გრძელდება ეს, რა თქმა უნდა, რეპრესიები, მაგრამ ეს დასრულდება, იმიტომ რომ ახლა ბევრს არ ესმის, ეხლა ვიხსენებდით, რომ უნივერსიტეტის წინ, როცა ასამბლეაში და ისვლებოდა ისწავლება, უნივერსიტეტის წინ ავტომატებით ისე ისროდნენ და 20 კაცი და 30 კაცი და შემდეგ ხალხი გამოვიდა, იმდენი ხალხი გვეშინოდა, რომ დასრულდა ყველაფერი, ავტომატებით გამოვიდნენ, მაგრამ იმდენი ხალხი გამოვიდა, რომ ქართველი გზნობს ყოველთვის და მით უმეტეს ის აჭარლები, ვისაც აგინებენ, ვისაც ლანძღავენ და აჭარას სხვა კუთხეა რა. აჭარა არავისოს არ მოითმეს და აი ხალებიო ესე რო თქვა ბესელიამ იქ ხალებიო აჭარელი ხალი არის თუ გაცეცხლდა აჭარელი ხალი ო ვერ გააჩერებს ვერავინ და ეს იცოდეს ბესელიამ განსაკუთრებით როცა აჭარელი ხალებს ახსენებს მით უმეტეს ეს სახალხო რა არავის არ ეშინია და რა ეს თქვენ მაშინ ამბობდით რომ კიდე დაგვიჭირონ 10 გამოვა 10 დაიჭერენ 20 გამოვა ეს იციან თან აჭარა როგორია რა ეს იციან ძალიან კარგი. თქვენ მაშინ ამბობდით როცა დამიჭირა და როცა გამალახეს და როცა გვითხეს, მე რამდენი გამოვიდა რომ დავპირდი რომ ბევრი გამომოვიდა.
და რო უთხარი სადაური ხარ მეთქი ხო მართლა კითხე რომ სადაური ქართველი თუ ეს აქციაზე კითხეთ ხო სადაური ხარ მეთქი და ამაზე მირევ შიგნით სიტუაცია რასურები ხა პოლიციელები რამიშულება გაჭარელია თბილისელია ქუთაისელია რა წარმოდგენა რასურებ შიგნით სიტუაცია თქვენ მაშინ ამბობთ რომ თავი გარტყმებინათ კედელზე ირაკლი გებუაძემ ხო არა ის ისეთ რაღაცებს ჩადიან რომ რა ვიცი ქალაქში შედიან კლუბებში იმხობენ თავზე და ხალხს დადეში აგდებენ ეს მარტო ჩემი ის არა ამ შემთხვევაში თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ანუ ირაკლი გებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე, ხო? თქვენ მიეცით ჩვენება, მაშინ ხო ჯერ კიდევ იანვარში საგამოძიებო ორგანოს. მას შემდეგ რა შეიცვალა, რა გაირკვა? მოგანიჭეს თუ არა დაზარალებული სტატუსი მინიმუმ, რომ თქვენ გქონდეთ საქმის მასალებზე წვდომა? არანაირი საერთოდ მივდივარ ყოველდღე მივდივარ თუ ეკითხები, ეხლა მიდის გამოძიება, რაღაცა აი წარმოუდგენელია რა, საერთოდ დაზიანებები მქონდა დაფიქსირდა ეგ იზოლატორში ყველგან ეხლა მოვიტყუებოდა დაზიანებები მქონდა თვითონ დააფიქსირეს და ესეთი შემთხვევა ბევრი ახლა ბიჭები მიყვნენ ისეთ რაღაცებში შარდიან და მინდა ხალხს უთხრა რომ უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ ხართ 90-იანებში არის ღირსი არა შენც მოგიწევს ესეთი რაღაცა შენ შლის მოუწევს მეტი არა რა რაღაცა რომ ესე იგი ხასიათზე არ იყოს და ვიღაცამ რაღაცა და რაღაცა მოხდეს ესეთი პროტესტი გამოთქვას ისე გავახავენ ყველას და თქვენს რომ მოგიდეთ პროტესტის გამოთქვა მაგრამ გალახავს კი არ არის აქ არის ვინც უფრო მეტად ებრძვის აი იმათ უფრო მეტად ებრძვიან თითქოს აშინებენ რა მე იმით აშინებენ ვიღაცას ხალხს კი არ ეშინია ხალხი არის კინახეს რამდენი იყო ეხლა კიდე რამდენი ეს დანახი გვაქვს ეს ფილმი რა თავისუფლება მზია არის მართალი ადამიანი და ის ქალი რომელმაც გააკეთა გასაკეთებელი რომელიც ჩვენ კაცემა ვერ შევძელით რა ხელდაჭერილები ვიხარით ამას ყველაფერს ხალხი აღიარებულია და ხალხი ყველა აღლებს აი ესე იქნება ცეცხლი ოლიგარქიას იქნება მადლობა ეს ბალხას ზირამაძე იყო პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბათუმში თქვენ მის მისამილებს ისმენდით მაჯორის ირაკლი გებუაძის შესახებ რომელიც სავარაუდოდ დღეს უნდა დაიკითხოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოიეა სადაც ელოდებიან ზიამაღლობელის პროცესის დაწყებას ეს ერთ-ერთი მორიგის ხდომა არსებითი განხილვის ხდომაზე სადაც ჯერ კიდევ იკითხებიან პროკურატურის მოწმეები და პოლიციელების დაკითხვის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა წინა ხდომაზე ჩვენებამის სასამართლოს გრიგოლ ბესელია მისი გაჭერის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორია და ამჯერად უკვე ის არის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის დირექტორის მოადგილე ისიც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატი სხვა პოლიციელების მსგავსად მაგალითად გრიგოლ ბესელიამ თქვა რომ არსებობს ოქმი ეს მანდატორია რომელიც მოუწოდებს აქტივისტებს რომ დატოვონ ფოიე თვითონ რომ მეგაფონიდან გაახმოვანონ საქმელი მოვიდა მაია მწარიაშვილი ადვოკატი მზიამაღლობელის ადვოკატი კაპიტან მაია მოკლედ გაგესაუბრებით პროცესის დაწყებამდე საინტერესოა თქვენი შეფასება მათ შორის ადმინისტრაციულ ნაწილზე ხო ერთი დეგვექმედების გამო ანუ სტიკერის გაკვრას გამო ისევ ასამართლებელი უკვე ახალი მუხლით მზიამაღლობელს ეს რას ნიშნავს და რა გარემოება ეს ასევე სისხლის სამართლის საქმეში ეს ნიშნავს იმას რომ საპოლიციო ძალადობა ვერადავე გააცეთა ეს ანუ ის რატოში რასაც ხედავ სტიკერის კანონო დააკავა ბატონო ბესელია ამას არ ეყო რაც ეთრება მარტო 173 მუხლით და ამაში გარწმუნდნენ წინა პროცესზე მისი გამოკითხვისას იმიტომ რომ სამართლებრივი საფუძველი რა ვერსიასაც ავითარებ და აღმოჩნდა რომ არ ქონდათ ამიტომ ბესელია ჩვენების მერე კიდევ დადგება
იმ საფრთხის წინაშე რომ ვერ აცეტრებენ, მიუხედავად იმისა, რომ ცხადა ბესელეს ათეთრებენ, ასე გამოდის, როცა ახალი ოქმი შეერგინეს. აცეტრებენ, ამ საქმეში სულ აცეტრებენ ამ საპოლიციო კანონებს, რაც მათ ჩაიდინეს ზიანს წინააღმდეგ და ეს ახალი გამოუცხარი ასე ვთქვათ სამართალდამოუკიდებელი 150 სწორედ ამის დღეს დაიკითხება სავარაუდოდ ირაკლი გებუაძე, ხო, რომელიც არის დაზრალებულად ცნობილი პირი ამ საქმეში. როგორია მისი როლი ამ საქმეში? რა შეგიძლიათ მოგვიეთ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? წინასწარ არა კომენტარს არ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი ეს ბატონი გებუაძე დაიკითხება ბრალდების ხალხმე, ანუ ამას ბრალდება წვეთს, დაველოდოთ, ნახოთ მისი როლი იცით რაც არის, ანუ ის არის დაზარალებული, მაგრამ ის პროცესი იკითხება და მისი პოზიცია არის, რომ განიცადა ტკივილი ამ სილის გაწვლის გამო. მაგრამ დავარქვა პროცესზე დამატებით გარემონტი. მადლობა, ეს მაიამ წარეაშვილია, ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც იცავს მზიამაღლობელის ინტერესებს. უნდა დაიწყოს მალე მზიამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აი უკვე დაიწყო მოქალაქეების შეშვება სასამართლოს სიტომის დარბაზში, ისევ მეორე დარბაზში გაიმართება მზიამაღლობელის საქმის განხილვა. ყველაზე დიდ დარბაზში, როგორც ხედავთ, ბევრია მსურველი, ვისაც სურს რომ დაესწროს მზიამაღლობელის საქმის განხილვას. მოგესალმებით, ვიდრე რომ გაგესაუბროთ, მოკლედ ბათუმელის პირდაპირ ეთერში ვარ. ირაკლი გებუაძე, საინტერესო. ფერმონზადეთ. ვანგოგის თეორია, ჩაჭიბიძის კითხე ვანგოგის თეორია გებუაძე და ეს შემოგთავაზა გებუაძე. ანუ ხალხური ინტელექტის შედამი შემოთავაზებული ირაკლი გებუაძეა, ხო? გაუჭირდა იმდენად დიადია ეთყობა გებუაძე, რომ ცოტა მეტყავება გაუჭირდა, მაგრამ ციხეში ოღონდ მევფიქრობ, რომ საკმაოდ აშკარა იდენტიფიცირებას ახდენს ბატონი გებუაძის, რომელიც ნაკითხვას ხეს იქნება როგორც დაზარალებულის და ესეთი არ ვიცი, ემპათიის უნარი მეგონა რომ აქამდე მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ საერთოდ არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ განვიცადეს სათანადოდ მობის აწიფლება. ის ამბობს რომ ტკივილი განვიცადეო, ხო? ჯერ არ ვიცით რა ეთყვის სასამართლოს, მაგრამ ეს უთხრა მან გამოძიებას რომ ტკივილი განვიცადეო. და ესეთი არგუმენტი პრინციპში ქართული ოცნების რომ აი ტკივილი განვიცადა დაზარალებულია და თუ კი ეს ილა გაარტყა, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა დავსაჯოთ? ვერც აღვიქვა, მართლა გულწრფელად გითხრათ, რომ მოვიდა ამდენად ტრაგიკულია ეს ამბავი, როგორც ამბავი, იმიტომ რომ ის განხარება, რაც მოყვა კითხვის განცდას, ეს არის აბსურდის შიც კი ალბათ ძნელი სამსადგენია, რომ ეს სცენარი გადავაქაროს რეჟისორმა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ რეალობაში ვაცხოვრობენ ეს ადამიანები. დღეს ჩვენი რეალობა არის ის, რომ გებუაძე ყოველდღიურად ადამიანს არაერთი წელია მოთვლილი ამ რეგიონის, ამ ქალაქის, ქვეყნის ინტერესების შრომაში დიდავებია სიტუაციის გამო 4 და 7 წლამდე, რაც არის მათი მოცემულობის, ანუ მოწმეები მოვისმინეთ და ჩვენ ეს არ არის პირველი მერამდენი პროცესია, მიდის ეს განხილვა და ეს მოწმეები ესეთი შევიდეთ მეორებენ, რომ აი ტკივილი განიცადა, აუცილებლად და ვესელი ეს გამყირვებია ისე რაღაცა მაინც ეთყობა ცოტა ოდნავ მოერიდა, რომ მან არ შემინიშნებს სიცოცხლეო არ მინახავსო. მაინც უკვე კრეატივი ჩართო, რომ თავი არ იდება სრულიად დამამცირებელი რაღაცა ფორმულირებისთვის და არანაირი პატივისცემა ჩემი განმეწელია ამის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა გზის მოუღო ცადა და ეს ძალიან შესაძლებელი და ხურში მოსახვედრი იყო ჩემთვის როგორც აი ამ მოწმეების დაშოვა. აი საინტერესო თქვენ ეს ეტყოდით წხვებს, რაღაც ნაწილი ადამიანების ესე ფიქრობს და შეიძლება იყოს გავლენის ქვეშ, როცა მას ქართული ოცნები ელაპარაკება манипуляციურად, ხო? არ ყოფის ერთია უდანაშაულობის პრეზუმპციას, მათ შორის კობახიძე რომელიც ოცნების პრემიერია, მაგრამ ეუბნებიან რომ აი თავს დაეცხა პოლიცია, სილა გააკეთა, ეს კარგი ქცევა, როგორ არ გავისაჯოთ და
არის მოქალაქეები რომ ხო რას ეტყობთ ამ ადამიანებს თქვენ? ეს მორალში ჩაიხედე, დაივიწყეთ ამიტომ. ყველანაირი კანონმდებლობა, ყველანაირი კონსტიტუცია, რომელიც სამწუხაროდ არ გაგვაჩნია ამ etapზე ჩვენ როგორც ეს, რამდენადაც ტრაგიკული არ გაიყოს ეს, უბრალოდ თქვენ თავთან მარტივად არჩევით ძილის აი თქვენ თავს გიქეთ, რომ აი ამ მოქცეულობაში რომ ვიყოთ მოსამართლე, არა ყოველგვარი იურიდიული ცვლილის გარეშე, როგორ შეაფასებთ და როგორ იქნება თქვენი მოქმედება და დამერწმუნდეთ. მეორად უფრო სამართლიან პასუხს მიიღებთ. დამერწმუნდეთ, რომ თქვენი სინდისი თუ გიეს რაღაც ხმაზე მოწოდების სიმაღლეზე და გულისხმობ ადამიანის ჩარჩოება ხდება, აუცილებლად ბევრად უფრო ადეკვატურ სამართლიან და ღირსეულ პასუხს გაგცემთ და ეს იქნებოდა ჩემი რჩევა იმ ადამიანებსაც, ვინც უყურებთ სხვადასხვა ტელევიზიებს, შეიძლება არ უსმენთ ბათუმელებს, მაგრამ უსმენთ იმედს და ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მოუხმენ მე და რიგითი ადამიანები, იმიტომ რომ რაღაცნაირად განსჯის უნარი უნდა გქონდეს ჩვენი განსჯის უნარი. ის რომ რაღაცა ინფორმაციას მიღებულო 21 საუკუნეში აღარ ნიშნავს იმას, რომ ეს ინფორმაცია არის თუ არა. აიღეთ ChatGPT რაღაცა, რომელიც არის ეს არის რაღაც სრულიად სიგიჟე, ხო? ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ყველაფერი ChatGPT. მე როგორც ერთმა ადამიანმა თუ მივიღე ჭეშმარიტება, საბოლოოდ გავყიდავ როგორც საზოგადოება და როგორც ადამიანები, ხო? ანუ კრიტიკული ანალიზი არის ის რაღაც ფუნდამენტური ადამიანური მახასიათებელი, რისგან გავხადებით ხო ცხოველებისგან, აგვაჩნია აზროვნება კრიტიკული ანალიზი. ეს რაღაცა ფუნდამენტური ძალიან საფასო და ამ ანალიზის ნაწილია ასევე ის რომ მირეკლ გებუაძის არა მარტო ზიანმაღლობელი, არამედ საპროტესტო აქციების არაერთი მონაწილე ადანაშაულებს არა ადამიანურ მოპყრობაში და ძალადობაში. ხო, მათ შორის არა მხოლოდ ამ აქციების, არამედ იგი 2023 წლის აქცია, თუმცა რუსული გემი შემოდიოდა ბათუმში, იგივე გენგდოლიძე ამბობდა, რომ მირეკლ გებუაძემ სახიში კი გეტყვით აუცილებლად ჯერ არ არის შესვლა. ფეხი ჩაარტყა ირაკლ გებუაძე მაშინ საპროტესტო აქციის მონაწილეს, მაგრამ არც ამ შემთხვევაში პასუხი არ უგია ირაკლ გებუაძეს, არც კი შეჩერებია მას სამსახურებრივი უფლებამოსილება. არა, ეხლაც ბათუმის პოლიციის უფროსია და არ შეჩერებია არაფერი. ლაპარაკი ჩვენი მე მგონია რომ ჩვენი პრობლემა როგორც არის საზოგადოების პრობლემა არის დაუსჯელობის სიჩქარე. ეს არის მოყოლებული ჯერ კიდევ მანამდე აღარ წავა, მაგრამ 90-იანიდან წლებიდან მოყოლებული ადამიანები, რომლებიც უდიდეს პოლიტიკაში ჩადიოდნენ, ხაინდრავა და ასე შემდეგ, რომლებიც არაერთი ადამიანის სიცოცხლეა მათ სინდისზე. ის ადამიანები დღესაც გონორით ვესაუბრებიან და ამ ადამიანებს მათგან ვინც უკვე გარდაიცვალნენ, მაგრამ საპატიო საფლავი აქვთ მირგებული ჩვენ სახელოვან ადამიანებთან ერთად. აი აქ არის პრობლემა რა, დაუსჯელობის სინდრომი აქვს კლიანტ ერს და კონკრეტულად ამ რაღაცა გოგოა ადამიანებს. ძალაუფლება არის ძალიან საშიში რაღაცა. აი ძალაუფლება არის რომ მარტო მგონია რომ საშიშრობა იქნება რომ ყველა ადამიანი გააქვს პოტენციურად აქვს. უბრალოდ ის არის სადგადის როცა ძალაუფლებას განჭებენ და სადგადის შენი ადამიანური სვარი სადაც ამბობ რომ არა მე ამ ძალაუფლებას აღარ გამოვიყენებ რომ არაფერში არ ჩდება რა არაფერში ანუ აი იმის რომ აი ხო რაღაცა გადავიხდები ძალიან სენსიტიური თემაა, მაგრამ ხო დავუშვები იმას, რომ დაუშველობის სინდრომია, ის რომ მაშინ არ დაისჭა, ან მისცა თავის თავისუფლება, რომ კი, დღესაც გავვა, მაგრამ უბრალოდ ვერ მივხვდა, ცოტა შეეშალა, რომ ზიანმაღლობელი ნამდვილად არ არის ადამიანი, სადაც ყოჩს დაუყურებ და არაფერი არ არის. საერთაშორისო გამომხმაურება აქვს ამბავს, შეიძლება ეს დარწმუნებული ვარ, ისე როგორც იმაში, რომ ეხლა გგებარ და თქვენ გესაუბრეთ, რომ არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ სასწრაფოში დღესაც მანობს, ესე მგონია, დღესაც მანობს თავისუფლის სახში, როცა არის ადამიანს თავისუფლად ახამდე რომ რაღაც თავისუფლად გადაადგილდება და ქუჩებში და მთელი ქალაქი მისი იყო და რაღაცნაირად და ესე ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა, ამას უკვე აღარ ეწევა. თავისუფლის კომფორტები ამ ადამიანს შექმნილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პოზიციას იქ რაღაც იკავებს ჯერჯერობით, მაგრამ ყველაფერი არის წარმავალი. ასე რომ აი ესეც როგორც სხვა ყველა დიდება არის წარმავალი რა და ამას მეწოდებათ გებუაძეს რომ დრონი მეფობენ და არა მეფერი და ის დრო როცა ჩვენი დრო მოვა ძალიან მალე დადგება.
თუნდაც მიადაგეს, აი ის სიმყარეთი დაებს ყოველგვარი ჩარევის გარეშე, რომ არ ვიცი ესე, რომ შეიძლება ვიღაცა რომ რატო ეს ადამიანი ესე დარწმუნებული, მაგრამ ხაც ჯერა ისა, რასაც სამართალი ქვია, რომელიც ურმით დადის, მაგრამ მიაღწევს თავის დანიშნულების ადგილს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენს და თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ჩემი მაისურიც ამას ამბობს და რაც მოსამართლედ გებუაძეთ მოკრავენ სამხრადად ბერჯელ გავია. მადლობა, ეს მისევარ შელომიძე იყო სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, პროევროპული აქციების ასევე აქტიური მონაწილე, ის მოვიდა რომ დაესწროს მზიამაღლობელი საქმის განხილვა, უკვე შევიდნენ მოქალაქეების ნაწილი სასამართლოს ხომის დარბაზში. დღეს გრძელდება მზიამაღლობელის არცებითი საქმის განხილვა, ისევ პროკურატურის მოწმეები იკითხებიან. დღეს სავარაუდოდ დაიკითხება ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, თუმცა შეუძლია რომ შეცვალოს და სხვა მოწმე დაიკითხოს პროკურატურის პრეროგატივა, მოკლედ ეს თუმის დაკითხავენ სასამართლოს ხომაზე. ჯერ კიდევ რამდენიმე სამართალდამცველი არის დასაკითხი, თუმცა ამ დრომდე ვინც დაიკითხა, მათი უმრავლესობა გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა, მათ შორის გრიგოლ ბესელი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ამხილეს ტყუილში, მაგალითად იმ ნაწილში, რომ გრიგოლ ბესელიას კითხეს, რატომ არ იყო შედგენილი ოქმის სტიკერის გაკვრის ნაწილში, თუ კი მან მზიამაღლობელი შეიყვანა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, იმისთვის, რომ მომხდარიყო მისი იდენტიფიცირება და სტიკერის გაკვრის გამო შეიყვანა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მზიამაღლობელი. გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თქვა, რომ უკვე არსებობს ოქმი, სამართალხმის ოქმის სტიკერის გაკვრის ნაწილში, ანუ 150 მუხლზე, თუმცა ასეთი ოქმი ამ დროისთვის 28 აპრილს, როცა გრიგოლ ბესელი აძლევდა ჩვენება სასამართლოს, საერთოდ არ არსებობდა, ასე რომ გრიგოლ ბესელიამ თქვა ტყუილი და ის სიცრუეში გამოიჭირა მაგალითად ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა. სწორედ ამ ჩვენებიდან 2 დღეში 30 აპრილს იწერება ახალი პატაკი და მზიამაღლობელს ისევ სტიკერის გაკვრის გამო უკვე ახალი მუხლით ასამართლებენ, უკვე ხელახლა დაიწყო საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხელახლა შემოვიდა ოქმი, ამჯერად უკვე 150 მუხლით. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ გათეთრდეს პოლიციის უკანონობა. დღეს ასეთი ფორმულები მოვისმინეთ ჩვენ მაია წარიაშვილისგან, რომელიც მზიამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატია, მის ინტერესებს იცავს. ადვოკატები უკვე შევიდნენ სწომათა დარბაზში და რამდენიმე წუთში დაიწყება მზიამაღლობელის საქმის განხილვა. ჩემთვის უცნობია თუ ვინ დაიკითხება დღეს კონკრეტულად, თუმცა დიდი ალბათობით დღეს დაიკითხება ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი. ის წინასწარმეტყველებს უნდა დაკითხულიყო, მოიყვანეს კიდევაც სასამართლოს ხომალდა დარბაზში პოლიციელების თანხლებით. მაშინ აქ იყო გრიგოლ ბესელია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მაგრამ დღეს გაგრძელდა გრიგოლ ბესელიას დაკითხვა, დაახლოებით 5 საათი დასჭირდა ამას, ეს ამოიწურა სამუშაო საათების დრო, რომ უკვე ირაკლი დგებუაძის დაკითხვა ვეღარ მოხერხდა, ამიტომაც დღეს არსებობს მოლოდინი, რომ დაიკითხება სწორედ ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი. მას არც კი შეჩერებია სამსახურებრივი უფლებამოსილება იმის მიუხედავად, რომ მზიამაღლობელი და საპროტესტო აქციის არაერთი მონაწილე მას ადანაშაულებს ძალადობასა და არაადამიანურ მოთხრობაში. მაგალითად, მზიამაღლობელი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მას ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა, ასევე მას არ აძლევდნენ ტუალეტის სარგებლობის, ასევე წყლის დალევის საშუალებას. ირაკლი დგებუაძე ძალადობაში დაადანაშაულა ასევე 11 აპრილს, იმავე დღეს, როცა დააკავეს მზიამაღლობელი, 11 აპრილს დაკავებულმა ადმინისტრაციული წესი დაკავებულმა თემურ ქათამაძე, იგივე ჯაფარ ილმაზმა, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე ბაბუად, მედროშე კაცად იცნობს ყველა. თემურ ქათამაძე ამბობდა, რომ მას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში პოლიციის დეპარტამენტის შენობაში დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ, ასევე ციალა ქათამიძე, კიდევ ერთი აქტივისტი, რომელიც ასევე 11 იანვრის აქციაზე დააკავეს, ამბობდა, რომ მან მოისმინა უშუალოდ ირაკლი დგებუაძისგან პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, რომ ამ თურქს მაინც გავაძევებთ ქვეყნიდან და მართლაც ეხლა უკვე აძევებენ მედროშეს ქვეყნიდან, მას არ მიენიჭეს არც საქართველოს მოქალაქეობა, არც ბინადრობის მოწმობა არ მიცეს და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო მას არ მისცალ ტოლვილის სტატუსი, რომელზეც ის ითხოვდა საქართველოში, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო და ასევე სასამართლოებმა მას საბოლოოდ უარი უთხრეს ტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ეხლა უკვე დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმელი მედროშეს თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცესი.
ასევე კიდევ ერთი დაკავებული 11 იანვარს ვინც დააკავეს მალხაზირემაძე ამბობს რომ მასეც იძალა და ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა ის ამბობს რომ მას თავი მიარტყმინა კედელზე ირაკლი დგებუაძემ და იძალა და სხვა პოლიციელების თანდასწრებით ყველა შემთხვევაში როგორც ზიამაღლობელის განაცხადზე ასევე მალხაზირემაძე და თემურ ქათამაძის განცხადებაზე დაწყებულია გამოძიება ისე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაზე, როცა ჩვენ ნახეთ არაერთი ძალადობის შემთხვევა, როგორ ძალადობენ პოლიციელები მოქალაქეებზე, მათ შორის პირდაპირ ეთერშიც კი თქვენ ნახეთ ჟურნალისტებზე, როგორ იძალათ მაგათაა პირველი ჟურნალისტებზე, რომლებიც ასეკვდათ გაიმედეს ფაქტობრივად პოლიციელებმა, ასევე სპეცრაზმელების მიერ ძალადობას არაერთი შემთხვევა ჩვენ ნახეთ, მაგრამ არც ერთი ეს შემთხვევა გამოძიებული არ არის, ასევე არ არის გამოძიებული ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები, იმის მიუხედავად რომ მას კონკრეტული პირები ადანაშაულებენ არაადამიან მოპყრობასა და ძალადობაში. აქ საუბარი არ არის მხოლოდ 11 იანვრის შემთხვევაზე, მაგრამ 2023 წელსაც, როცა იმართებოდა ბათუმში საპროტესტო აქცია რუსული გემის შემოსვლის წინააღმდეგ, მაშინ უკვე ბათუმის პოლიციის უფროსი იყო ირაკლი დგებუაძე, მაშინ დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის დააკავეს გენრი დოლიძე, რომელიც პარტია დროას ლიდერია ბათუმში და გენრი დოლიძე ასევე ამბობდა მაშინ 2023 წლის ზაფხულში, რომ მას ირაკლი დგებუაძემ სახეში ჩაარტყა ფეხი. ამ შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება, თუმცა გამოძიებას არ დაუდია კონკრეტული შედეგი და არაფერი აბდრობდა გარკვეული არც ამ შემთხვევაში არ არის, ისევ როგორც არც ერთი პოლიციელი, არც ერთი სამართალდამცველი ამ დრომდე არავის გაუსამართლებია და არ დამდგარა არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი. უფრო მეტიც ირაკლი დგებუაძე ისევ ბათუმის პოლიციის უფროსია, მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მიუკერძეებელი გამოძიებისთვის, იმიტომ რომ იმისთვის რომ გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად და მიუკერძეებლად და მასე არ კონდეს გავლენა ზეწოლის მოხდენა, ამ ზეწოლის მცდელობა გავლენიან პირს და როცა ლაპარაკია რომ დაინტერესებული პირი პირდაპირ ამ საქმეში არის ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირი, ბათუმის პოლიციის უფროსი და მას ადანაშაულებს არაერთი პირი ძალადობასა და არაადამიან მოპყრობაში, ამ დროს მას არც კი უჩერდება სამსახურებრივი უფლებამოსილება და უფრო მეტიც დაზარალებული სტატუსაც კი არ ანიჭებენ, თქვათ მზიამაღლობელს ან თემურ ქათამაძეს ან მალხაზირემაძეს, მას ჩვენ ველაპარაკეთ ვიდრე სასამართლოს ხდომა დაიწყებოდა, მას არც კი მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. პროკურორები ეხლა შედიან დარბაზში მზიამაღლობელის საქმეზე, თორნიკე გოგეშვილი, რომელიც ეხლა მიემართება მეორე დარბაზისკენ, სადაც გაიმართება მზიამაღლობელის საქმის განხილვა. როგორც ხედავთ, მანდატურის თანამშრომელი მოუწოდებს აქ შეკრებილ მოქალაქეებს, რომ არ მიმართონ ხმამაღლა, მათ შორის ეხლა ისმენთ, რომ ლარა ქარცივაძე მიმართავდა პროკურორს, რომ ის მატყუ არა პროკურორია. უკვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოიე დაცარიელდა, იწყება მზიამაღლობელის საქმის განხილვა. დღეს ავარაუდოთ სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა. არაერთი გარემოება ამ საქმეში ადასტურებს წარდგენილი ბრალდების უკანონობას, ასევე იმას, რომ მზიამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და პრინციპში პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში, რომელიც არის პატიმრობაში, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ირაკლი დგებუაძე აქ არ გამოჩენილა. პრინციპში პროკურატურის პრეროგატივაა თუ ვინ მისცემს ჩვენებას სასამართლოს. მაგრამ სავარაუდოდ დღეს სწორედ ირაკლი დგებუაძე მისცემს ჩვენებას სასამართლოს.
მოგესალმებით, ბოდიში რომ გაწყობინებთ, რომ გაგესაუბროთ თქვენთან ასევე მარიამ, რა სიტყვით ირაკლი დგებუაძის შესახებ, რომელიც ავდოთ დღეს მისცემს ჩვენებას სასამართლოს, როგორია მისი როლი, თქვენ როგორ დაინახეთ მისი როლი ამ საქმეში, როგორც ის არის პოლიციის უფროსი, სტატუსი მისი ასეთია და არც კი შეჩერებია უფლებამოსილება, იმის მიუხედავად რომ ზიამაღლებელი და სხვა პირები მას ადანაშაულებენ არაადამიან მოპყრობასა და ძალადობაში, არც კი შეუჩერეს მას სამსახურებრივი უფლებამოსილება და გამოძიებას უთხრა რომ მან ტკივილი განიცადა სილის გაწვის შედეგად. არა მხოლოდ ზია დგებუაძის ძალიან ბევრი ადამიანი ადანაშაულებს ძალადობაში, პირდაპირ შეურაცხყოფაში, მათ შორის სიტყვიერში, აბუჩადაგდებაში, დაცინოში და ასე შემდეგ. რა უნდა ვთქვა, კრიმინალია პოლიციის უფროსი იყო, არიცავდა ადამიანის უფლებებს და ახლა რეჟიმს ემსახურება სრული ჩვენებებით, კერავს საქმეებს, აყალბებს საქმეებს და ზიას, რომელიც არის სინდისის პატიმარი, მისი, არ ვიცი, დაკვეთით, როცა იყო პოლიციის უფროსი, რეჟიმი უყურებს 4-დან 7 წლამდე დატყვევებას. ხო, აი სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილებით მის საქმეზე უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება მოსამართლემ, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არც კი აქვს. და ეს უშუალოდ დაადასტურა კიდევ სასამართლოს ხომაზე, რომ არ ჩამებარებიო გამოიცა სისხლის სამართალშიო. კი, აქვს რაღაცა ინჟინერიაში ბიზნეს ინჟინერინგი აქვს დამთავრებული მაგისტრატურა. სამართლის ერთი საგანი აქვს გავლილი და რეჟიმიც ზუსტად ასეთ ადამიანებს მესჩანებს, რომლებსაც უნდათ ყველა შესაძლებლობით ისარგებლონ რაღაც ძალაუფლებებს და სხვა კაპიტალს დაეუფლონ, ხელს აწერენ ნებისმიერ უსამართლობას. აქ სინამდვილეში პროცესი არ მიმდინარეობს, აქ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილებებით ხელი მოეწერება უბრალოდ, თუმცა მე მაინც არ ვკარგავ იმას, რომ სადღაც შეიძლება გაიღვიძოს მათშიც სინდისის და შეიძლება შეცვალონ მორჩილება ის გადაწყვეტილება რეჟიმისადმი და მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება. არ ვიცი, ნახოთ, შანსი აქვს ყოველი სასამართლო პროცესი, მათთვის არის შანსი არ ჩაეწერონ სამშობლოს გამყიდველთა სიაში. თუმცა პირიქით კიდევ ერთი ოქმი შეადგინა, სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა ზიამაღლობელის წინააღმდეგ, ხო? და მას ერთი და იგივე ქმედების გამო სტიკერი გააკრა მან ფაქტობრივად შესუსის ღობეზე. ამის გამო ხელახლა ასამართლებენ მას ერთხელ უკვე დააჯარიმეს მოსამართლე სალიხ შენიძემ, იმის მიუხედავად რომ სიყალბე ნაწილობრივ თვითონაც დაადასტურა, ხო? როცა გრიგოლ ბესელიამ დააკავა ეს ჩანს კადრებში კიდევაც და შემდეგ მას მოსამართლეს უთხრეს რომ არა გრიგოლ ბესელიას არ დაუკავებიაო და იმ პოლიციას დაეხდნო თავის გაწოდებაში, რომელმაც თქვა რომ მე დავაკავეო. ამ დროს კადრებში მოსამართლეს უნდებს კადრები და ნახა პირდაპირ რომ გრიგოლ ბესელიამ დააკავა, ხო? და ამის მიუხედავად მან სამართალდარღვევად ცნობს ზიამაღლებელი. ეხლა კიდევ ახალი მუხლით შეადგინეს ოქმი ზიამაღლობელის წინააღმდეგ. ეს რას აჩვენებს მათთვის? ის რომ საზოგადოებას რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია მიეწოდება დღითი დღე უფრო ჩემი აზრით შეიძლება ეს იყოს ამბავსნა რომ დღითი დღე კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეხილება თვალი იმაზე თუ რა არის სიმართლე, როგორი ბოროტია ეს რეჟიმი, რა გზებით ცდილობს ის გატეხოს წინააღმდეგობა, გატეხოს ადამიანები, რომლებსაც უნდათ საქართველოს დაბრუნება დემოკრატიზაციის გზაზე და ცდილობს ახალი მეთოდი უწევს ახალი რაღაცა აბსურდები გამოიგონოს იმისთვის რომ გვითხრას აი ეს გელით ჩვენ ვიქნებით ასეთი თავისუფლებულები, ასეთი სასტიკები. ალბათ ამას აკეთებს, იმიტომ რომ არავითარი საჭიროება არ იდგა, სამართლებრივი რა თქმა უნდა არ არსებობდა დასაბუთებული გარემოება, რის გამოც მზია არ უნდა დაეჯარიმებინათ, არ უნდა დაეპატიმრებინათ. და ახლა კიდევ ერთხელ რო რაღაცა მოხდილი აქვს პასუხისმგებლობა და ამ საქმეს კიდევ უბრუნდებიან და ახალი სასჯელის დაკისრებას აპირებენ, არის აბსურდი. არ ვიცი, ამას სხვა რა შემცება შეიძლება მიეცეს, მაგრამ ხო, არ ვიცი, რის დაკისრება შეიძლება ალბათ იმის და რაც უფრო გაცდებიან
ყველა ჩარჩოს რაც აბსოლუტს იკადრებენ საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მე იმედი მაქვს რომ მით უფრო გაძლიერდება წინააღმდეგობა რეჟიმის მიმართ. მადლობა, ეს მარიამ ქაჩაია იყო სამოქალაქო აქტივისტი, თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ჩარტოში. დეას მოусმენთ ასევე დეა ერემაშვილი. მოგესალმებით დეა. დღეს თავროდ უნდა მოусმინენ ირაკლი გებუაძეს, მისი დაკითხვა იქნება სტომატარიაში. დიდი ალბათობით შეიძლება გადაიფიქროს პროკურატორმა, არ ვიცი, მაგრამ წინასწარმაზე ყავდათ მოყვანილი 28 აპრილის სტომაზე, მაგრამ ვეღარ მოხერხდა, იმიტომ რომ გრიგოლ ბესელიას დაკითხვა განიცადა საკმაოდ დიდ ხანს. თქვენთვის რაც აიჩვენებს ირაკლი გებუაძის მონაწილეობა ამ საქმეში და მისი განაცხადი, როცა გამოძიებას უთხრა, რომ ტკივილი განიცადეო სირის გაწვდის შედეგად. პირველ რიგში ჩემთვის აჩვენებს, რომ უსინდეს პოლიცია, ანუ რეალურად ირაკლი გებუაძემ შეურაცხყო პოლიციის მუნდირი და მისცემა, როდესაც ისე გამოიყენა მისი სტატუსი არასწორად და ადამიანი ისეთ ბრალდებით არის დაჭერილი, რომ ბრალდებითაც დავუშვათ ცილის გაწნა თუ შეიძლება ერთი კუთხით შევხედოთ რაღაცნაირი ადმინისტრაციული და ასე განმარტავენ კიდევაც უფლება დამცველები და ცნობილი იურისტები. ადამიანი აქტით დაჭერილი. ანუ გამოდის რომ ირაკლი გებუაძემ დაიწყო ყველაფერი რაც პოლიციის წესებას ემსახურება და დაიწყო პოლიტიკური თამაშები და გამოიყენა ეს ყველაზე აქტიური ჟურნალისტის მედია მენეჯერის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა დაიწყო ეს პირდაპირ გაცილებას მედიის წინააღმდეგ ჩემს. თუმცა ირაკლი გებუაძე პოლიტკორექტულობით არც გამოირჩეოდა რომ მე მქონია მასთან შეხება და თქვენ რა შეხება გქონდათ? ჩვენ შევიტანეთ ძალადობის საქმე და მიყვარს მოწმე, ანუ განუცხადებელი და ზოგადად ეტიკეტთან ცოტა პრობლემები აქვს. ანუ მინიმუმ ესე კორექტულად რომ თქვა, იმიტომ რომ ის სამწელი არ გავდა ხოლმე თანამდებობის პირს ძალიან ფამილარული ადამიანია და არის ეს დისტანციის პრინციპში არაერთი პირი მას ადანაშაულებს არადებენ რომ მოპყრობასა და ძალადობაში ხო როგორც მზიამაღლებელი ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეები თქვათ იგივე მალხაზ ირემაძე ან თემურ კათამაძე რომელსაც ბათუმის აქციების მედროშეთ იცნობს პრაქტიკულად ყველა ხო და არც ერთი შემთხვევა არც ერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული ამ დრომდე არ უგია პასუხი ირაკლი გებუაძეს არც ერთ ამ შემთხვევაზე მეტიც მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ეს არის საჭირო იმისთვის რომ არ ქონდეს მას გავლენა გამოძიების პროცესზე ხო თუ კი მას ბუნებრივი აქვს გავლენა იმიტომ ბათუმის პოლიციის უფროსია და არის დაინტერესებული პირები, რომ მას ადანაშაულებენ ამ ძალადობაში. ეს რას ნიშნავს? თქვენთვის ამგვარი დამოკიდებულება, როცა არც კი შეუჩერეს მას ეს უფლებამოსილება. სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იმ დროს, როდესაც ზია დაიჭირეს, მეც იქ ვიყავი. ანუ ვიღაცას არ მოუყოლია ეს ამბავი და არ მიყურებია დავუშვათ ტელევიზორის ეკრანი. იქ საერთოდ არაფერი არ ხდებოდა იმისთვის, რომ ექსესი მომხდარიყო. ირაკლი გებუაძე არის პოლიტიკური ფიგურა, არ არის პოლიციელი, ის არის ადამიანი, რომელსაც მივცეს ეგრეთ წოდებული ნარუშილობა თავრობისგან, რომ მან ძალა გამოიყენოს, მართოს და ანუ ზეწოლა მოახდინოს იმ ადამიანებზე, რომლებიც თავისუფლებისთვის მიიწვიეს. ანუ ის არ მოქმედებს პოლიციის მანდატის გარეშე და ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ირაკლი გებუაძე პოლიციელად მოიხსენოთ. ის არის უბრალოდ ჩვეულებრივი ბიზნეს ზონდერი, რომელიც უბრალოდ პოლიციის ფორმით ასრულებს თავის დავალებას. დიდი მადლობა, ეს დეა ერემაშვილი იყო. მოქალაქე აქტივისტი, რომელიც არის სასამართლო ფოიეში, აქ უკვე მოქალაქეების ერთი ნაწილი შევიდნენ სტომატარბაში და დაიწყო მზიამაღლებელის საქმის განხილვა. ეს მორიგის ხდომა არსებითი განხილვის ხდომიდან ჯერ უცნობია ჩემთვის ვინ იკითხება დღევანდელ პროცესზე. სავარაუდოდ შეიძლება დაიკითხოს კიდევაც ირაკლი გებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, თუმცა პროკურატურის პრეროგატივა თუ ვის დაკითხავენ პროცესზე, ჯერჯერობით იკითხებიან პროკურატურის მოწმეები. პოლიციელების ნაწილი ისევ რჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. მოდით კიდევ ერთი მოქალაქეს მოусმინოთ, ზურაბ ირემაძე,
მოგესალმებით. დღეს ირაკლი გებუაძე შეიძლება დაეკითხოს ამ პროცესზე. როგორი პოლიციელია თქვენი შეფასებით ეს პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ სილის გაწვნის შედეგად მე განვიცადეთ ტკივილი და სწორედ ამის გამო, ამ სილის გაწვნის ფაქტის გამო მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, უკვე მზიამაყობელს. საქართველოში კი არა, არ მგონია სოფლიოში არსებული ესეთი პოლიციელი, რომელიც საკუთარ მუნდის ფეხქვეშ ელავს. პოლიციელის მუნდის ფეხქვეშ ელავს ირაკლი გებუაძე. რატო? იმიტომ რომ მანდილოსანმა სახეში შემოარტყა და ამის გამო 7 წლის თავისუფლება უნდა მისცეს. ანუ ფაშისტური მეთოდებით ებრძვის უკვე. და ფაშისტური მეთოდებში რას გულისხმობთ? აი მას გულისხმობ, ზუსტად ფაშისტობა არის და 7 წელიწადს რო გაუშვებ ადამიანს, 7 წელიწადს გაუშვებ ციხეში და ამავე დროს პროკურატურა შენს გვერდით არის. სასამართლო შენს გვერდით არის, იმიტომ რომ პოლიციის უფროსი ხარ და ყველა შენს გარშემოა, ხო გამიგე? ამავე დროს მიკხავს სასამართლოზე ვინ? სრულ მოწმეები, ხო გამიგე? შენს გარშემოტრიალებს სრულ მოწმეები, შენს გარშემოტრიალებს პროკურატურა შენს გარშემოტრიალებს. სასამართლო თლიანად ხელისუფლება ჩართულია, იმიტომ რომ პოლიციის უფროსი ხარ და ამავე დროს არ გაინტერესებს 7 წლით რო თავისუფლებას აძლევ ადამიანს, რა ბედი ეწევა? არ აინტერესებს ეს. ფსიქოლოგიური მომენტია. უბრალოდ რაღაცაზე ადამიანს ციხეში სვამ. მე არც იმას გამოვრიხავ მომენტში რომ გავიდეს წლები შეიძლება და ადამიანი თავის მოკლას გადაწყვეტს. ხო გამიგე? რატომ მიყავს ესე დონემდე? ქალბატონის ამ კლუბებზე გულისხმობ, რატომ მიყავს ესე დონემდე? მანდილოსანი. რის გამო? სახის შემოვლატუნების გამო? ეს რა თქმა უნდა არასწორი საქციელი. მე ხუმრობით თქვი და ხმამაღლა კიდე მინდა განვაცხადო. ქეთინო პოლიციელი უწოდე. რატო უწოდე ქეთინო პოლიციელი? იმიტომ რომ არ მირა მაინც შეურაცხყოფა. რატომ აკეთებენ ამას თქვენი აზრით? მარტო იმის გამო უწოდე. სახეში შემოლაწუნების გამო რა ადამიანს 7 წელიწად ციხეს მისცემ. ნაზი ხართ ნაჭი. ნაჭი კაცი არა ხარ და შარვალი არ გაწვევს ნაჭი. როგორ შეიძლება სახეში შემოლაწუნების გამო ადამიანს 7 წელი ციხეში გაუშვა? არ ვინდა სექსისტური გამონათქვამები და შეურაცხყოფელი გამონათქვამები, მაგრამ რატომ აკეთებენ ამას? რატომ ამოიღეს მიზანში ჟურნალისტი ამ შემთხვევაში? ყო ის არის ციხეში და არის პოლიტიკური პატიმარი, უკანონო პატიმრობაში, ხო? რატომ დევნიან მას? თქვენ როგორი თქვენი შთაბეჭდილება როგორია? ნომერ პირველი ჟურნალისტია და რა თქმა უნდა თავისთავად სიტყვის თავისუფლება არა მარტო მის გარშემოა სიტყვის თავისუფლება. რა თქმა უნდა მედიის გარშემოა სიტყვის თავისუფლება, რა თქმა უნდა სიმართლე სადაც ჭირდება ის არ აწყობთ, იმიტომ რომ აწყობთ მხოლოდ და მხოლოდ სიყალბე და სიცრუე და რა თქმა უნდა მათი მიზანი რა არის? მათი მიზანი ეს არის რომ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება. მაგრამ ამავე დროს დაკვეთა აქვს რა თქმა უნდა უშუალოდ კრემლისგან გათელონ ფეხქვეშ სასამართლო სისტემა, გათელონ ფეხქვეშ ტელევიზია და რა თქმა უნდა ქვეყანა ჩამოშალონ ეკონომიკურად. და ჩააბანონ რუსეთს, ეს არის საბოლოო დანიშნულება და საქართველოს გადააქცენ რუსეთის ერთ გუბერნიად. მე არაერთხელ მithkom და ასეც არის. ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა. ასე რომ რა თქმა უნდა აი პრორუსული თავრობისგან სულაც არა გასაკვირი მედიაზე ზეწოლა. სულაც არა გასაკვირი. მე სულაც არ მიქოს აბსოლუტურად, იმიტომ რომ აშკარაა და დღესავნათელია არის პრორუსული თავრობათა. რა ადასტურებს ამას, რომ რუსეთის დაკვეთას ასრულებს უცდება თქვენთვის რა არის ამის მაჩვენებელი? ჩემთვის მაჩვენებელი არის ნომერ პირველი მაჩვენებელი დაიწყო მაშინ, როცა ყოველ 5 წუთში ტამოჟინაზე, ეგრეთ წოდებულ ტამოჟინაზე პასპორტებს ურტყამდნენ. ანუ პუტინმა გამოაცხადა მობილიზაცია და რა თქმა უნდა 1000-ობით და 10000-ობით რუსი შემოვიდა საქართველოში და ისმის კითხვა რატო? ეგება აგენტები გამოგიზავნენ იმ ადამიანმა, ხომ უნდა გააკონტროლო 5 წუთში რომ პასპორტ ჩაურტყამ და შემოუშვებს საზღვარზე, ეს ნორმალურია? სად არის უსაფრთხოება ამავე დროს? უსაფრთხოების ნორმები და წესები სად არის ამავე დროს დასული? ეგება აგენტს გიშვებს ეს ადამიანი. შენ 5 წუთში პასპორტს ურტყამ და საზღვარზე გადალახვის უფლებას აძლევ და მოქალაქეობას აძლევ დაჟე. ძალიან ბევრ რუს მოქალაქეობაა საქართველოში უკვე მიღებული. ხო. ჩვენ ჩავიდეთ რუსეთში, წლები გვჭირდება მოქალაქეობა მივიღოთ და ისინი ჩამოდიან მარტივად შემოულებენ მოქალაქეობას. რატო? იმიტომ რომ გადააკეთეს უკვე თელი საქართველო რუსეთის გუბერნიად. და უნდათ რომ ბოლომდე რუსეთის გუბერნიად აქციოთ. ეს არის მათი მიზანი, მაგრამ ვერ ეღირსება ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მათი რუსეთის გუბერნია გახდეს. ამას ვერ ეღირსება, იმიტომ რომ ქართულ ხალხს არა მარტო ერთხელ აქვს სისხლი დაღურული საქართველოში. მრავალჯერ დაიღვარა სისხლი. მრავალი იმპერიებს გაუძლო ქართველმა ერმა და მე დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეები ამ ყველაფერზე კარგად დაფიქრდებიან და ერთხელ და სამუდამოდ მოეხება ბოლო აი ამ რუსულ მართლობას. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ხო გამიგე? ხო. მუდმივი და სამუდამო და მარადიული არის მხოლოდ და მხოლოდ უფალი. მერთია სამუდამო. სოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ მეთაურს ფიქრობს ერთადაც რომ იქნება სათავეში სამუდამოდ. 200-ზე მეტი სახელმწიფო სოფლიოში და ნებისმიერი მართველი ფიქრობს იქნება სამუდამოდ, მაგრამ ნებისმიერი მართველი
რომელიც ძალადობაზე გადავა, მარცხდება რითი. რა თქმა უნდა, ასევე ძალადობით. შვიდობიანი გზით ამ ხელისუფლების გადაგდება არ მოხდება, რატო? იმიტომ რომ აყალბებს არჩევნებს და არ ტოვებს სხვა გზას. საზოგადოება გამოაქვს ფსიქოლოგიურად გომარებადა და ერთშვენიერ დღეს ქვებსაწევს საზოგადოება ხელში დღევანდელი ხელისუფლების გადამკიდე. მე ესე ვაკურებ სიტუაციას და ესე ვყურებ უკვე. მადლობა. ხელისუფლება რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს, ბუნებრივია, ასეთი ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოება ქვებს დაიგავს ხელში. არ შეიძლება საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა. დიახაც, მე უწოდე პოლიციელებს ხედრიონელები. დიახაც, ხედრიონელთა რაზმი შექმნა უკვე იმანიშვილმა ქართული ხალხის წინააღმდეგ. ესია ეს მოცემულობა გვაქვს. ამ მოცემულობას ვერავერ გაიქცევა და ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ რომ აი ეს ხედრიონთა რაზმი რომელიც უკვე შექმნილი აქვს ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩამოყალიბდნენ ნამდვილ პოლიციელებს. დიდი მადლობა, ეს ზურაბ ირემაძე იყო მოქალაქე, რომელსაც თქვენ ახლა უსმენთ დათმელების პირდაპირ ეთერში. მე ხამინე გავისაუბრო კიდევ ერთ მოქალაქეს, რომლის შვილიც დააკავეს რამდენიმე დღის წინ. ეს არის ის პირი, რომელიც ასევე საუბრობდა იმაზე, რომ ის გახდა მირაკლი დგებუაძის ასევე გრიგოლ ბესელიას მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ხო? მუქარის და ძალადობის მსხვერპლი. მირაკლი დგებუაძემ პისტოლეტი მომიშვირაო კაბინეტშიო, ესეთი განაცხადი ქონდა თქვენ შვილს. მის სახელდაგვარი შემახსენეთ თქვენი შვილის სახელდაგვარი? კახა გურგენაძე. და თქვენი? ჩემი შვილი არის კახა გურგენაძე. და თქვენი სახელდაგვარი? პატარაია ლია. ლია პატარაია. ეხლა მოგვიყევით კახას შესახებ რა მოხდა? მოხდა მუქარა, რაც იყო რომ მიიყვანეს და დამუხრებით, რაც დაემუქრენ, ჩემ შვილს წელიწად ნახევრის წინ აასრულენ ეს მუქარა. რა მოხდა დეტალურად რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, ვინ დაემუქრა და რატო? ჯემალ ჭყონიამ დაემუქრა კაბინეტში და დგებუაძემ და ბესელიამ იმდენ წამალს ჩაგიდეფო 20 წელიწადსო შენ ცოლშვილს ვერ ნახავ. მოიყვანეს სისრულეში. სპეცოპერაცია 11-ში, ეხლა შემოგვივარდნენ სახლში აპრილს 11 აპრილს, ხო? შემოგვივარდნენ სახლში. დაარბიეს ოჯახები, სამ ოჯახში შევარდნენ, სანამ ჩვენს ოჯახში მოვიდნენ, სამი მეზობელთან შევარდნენ. არც ჩხრეკის ორდერი, არც არაფერი, ჩხრეკის ორდერი რომ მოითხოვეთ, ასე გითხრენ რა, ამერიკულ ფილმებში უყურებთო, სიცილით არეყვენ. ვინ ეწარმოა ეს ჩხრეკა და ეს ოპერაცია? თბილისიდან იყვნენ, ჩამოსვე ბათუმიდან იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს ისინი კუპატაძის ანუ კრიმინალური პოლიცია, ხო? კი ბატონო. თავდადეს გებუაძე და ბესელი ამაში არ მონაწილეობდა. გებუაძე და ბესელი არ მონაწილეობდა, მაგრამ მათი დავალებით იყო ეს, რაც მოხდა. მუქარა განახორციელენ, იმდენი წამალი ჩაუდნენ, როცა ამ პიროვნებას საერთოდ იცის, ყველამ იცის, რომ ამას წამალთან შეხება არ ქონია, არასოდეს. ჩემს ოჯახს საერთოდ წამლიდან ძალიან შორს ვარ, ყველაფრისგან. თან უთხარი გავაფრთხილი, არც ჩხრეკა ჩატარებულა ოჯახში, არც არაფერი და გაიყვანეს, მიიყვანეს ჯერ ბათუმში, სამართველოში დახვედრია ის ვიღაც არის ახლა ახალი. მაგრამ რა გითხრათ, როგორ ამოიღეს ნარკოტიკი? არავითარი ნარკოტიკი არ ამოიღეს. მაგრამ დააკავეს ნარკოდანაშაულზე? დააკავეს, წაგიყვანთო და გაიქიო მოლაპარაკებები მიდისო რაღაცა. არ ვიცი რატო გაიყვანეს. ანუ ჩხრეკა არ ჩატარებულა. არაფერი არა, საერთოდ არ ჩატარებულა. და ვერსია რა არის? საიდან ამოვიღეს ეს ნარკოტიკი? ჩემი რძალს შეეხენ ხელით. გვაქვს ექსპერტიზის პასუხებიც ყველაფერი, რომ დაზიანებები დალილავებული არის რძალი. ანუ პოლიციელების მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალადობა. ეს დადასტურდა ექსპერტიზით და იწყო ამაზე გამოძიება საგამოძიებო სამსახურში. დაიწყება გამოძიება, ხო? მაგერთ ხელშია ყველაფერი. საერთოდ 9 პირზე დაშვებული არის გამოძიება. დაწყებული არის ამ საქმესთან დაკავშირებით გებუაძე, ბესელია, ყველა აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე, ანუ პროკურატურის ვერსია რა არის? სად უნახეთ ნარკოტიკი სადა მოუღეთ? აიყვანეს, აქ მიიყვანენ სამართველოში უთხრა უფროსმა, მე აქ რატომ მოიყვანეთ ეს კაციო? და არავე ესო იქით მივყავსო, წაიყვანეს თბილისში, დიდი პატივისცემით ვითომ შეიყვანეს თბილისში და ხაშურში გადაწყდა ჩემი შვილის ბედი, რომ უნდა შეესახლებიათ მესამე განყოფილებაში თბილისში. აქედან გამომდინარე დაწერილი ფურცელზე რო უთხრენ რომ სასამართლო უნდა ჩაგიტანო, რაზე მიტარებთ სასამართლოს? რაზე მიტარებთ სასამართლოს? რაც მადანაშაულებთ. იქო გაერკვევა ყველაფერი, მიიყვანეს სასამართლო. იქ შენობაში, სასამართლოს შენობაში, რა თქმა უნდა, ადვოკატი ესწრებოდა ამ საკითხს. და ფურცელზე დაწერილი თქვენს ჯიბიდან ამოვიდეთ. ატიმარი, გაიყვანეს ადამიანის სახლიდან. სახში არაფერი არ ყოფილა, ჩხრეკა არ ჩატარებულა, არაფერი არ ამოუღიათ საერთოდ.
მთელი გზა ატარეს თბილისამდე. პატიმარი არ შეუმოწმებიათ პიროვნება. და ფურცაძე დაწერილი დაუდეს რომ თქვენი ჯიბიდან ამოვიღე ესა. ეს როდის ამოვიღეთო თბილისიო თუ ბათუმში? თბილისში. დაწერილი ფურცაძე ამოვიღე იმიდან. მაგრამ მანამდე მაშინ რის საფუძველზე დავაკავეთ? არ ვიცით რა ხდება. მე გაჩერებას არ ვაპირებ. რა მოუღეს? ვერსია რა არის ოფიციალურად? 15 გრამი ჰეროინი. ჰეროინი, ხო? ხო, ჰეროინია. ეს ამოვიღეთ ჯიბიდან. ჯიბიდან ამოვიღეთო ესაო. გააკეთებიან დნმ-ი, რა თქმა უნდა, იმ დნმ-ს მათი არის და გადაიტანებენ. ყველა იმაზე შეუძლიათ გადაიტანონ, მაგრამ ეს იცოდეს ხელისუფლებას. შეიძლება იქამდე არ არის მისული ბევრი რამე კიდე, რაც ხდება ქვეყანაში. იცოდნენ გამჩერებელი არა ვარ. ჩემი შვილი როგორი სიმართლითაც წავიდა სახლიდან, ისე სიმართლით უნდა დავიბრუნო სახლში. მას უკვე შეუფარდეს აკვედიღონისების სახით პატიმრობა. შეფარდებულია გზის იმაში, გლდანის საპყრობილეში. აქ ბათუმის სასამართლომ განიხილა მის საქმე. არა, თბილისი განიხილავს, მაგრამ წინა სასამართლოს ხომაჯი არ შემდგარა. 3-ში არის, წინა 3 ივნის არის წინა სასამართლოს ხომ. 3 ივნის თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხო? და მანამდე რომ გავირკვიოთ და გაერკვეს ჩვენი მაყურებელიც უფრო უკეთ, გამარჯობათ. რას მოითხოვდნენ მისგან? რატომ შედგა ეს შეხვედრა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში და როდის იყო ეს შეხვედრა? მოდი გითხარით. წელიწად ნახევრის წინ იყო, რაღაც მეზობლური კონფლიქტი მოხდა ეზოში, ჩემს და მეზობელს. თქვენ ბათუმელები ხო ბათუმში ცხოვრობ? მეზობლებთან შორის რაღაცა მოხდა ისეთი ელემენტალური შელაპარაკება, მეზობელმა გამოიძახა პატრული, ხო და ჩემს მიმართებაში უნდა გამოიძახა. მე ისეთი არაფერი ყოფილა, სიტყვიერი იყო შელაპარაკება. და წაიყვანეს ჩემი შვილი. ინტერესი ქონდა იმ მეზობელს, იმიტომ რომ კორძაიამ ჩაუდო პირველად. ჩემი შვილი ნასამართლები რომ იყო, კორძაიამ ჩაუდო წამა. ანუ პირველ შემთხვევაში ნარკოდანაშაულზე გაასამართლეს თქვენ. კორძაიამ აღიარა მაგი. რამე ქნაო დამავალენ და გავაკეთე. ეს რომელ წელს იყო? 2008-ში. მეო დამავალენ და რა გამეკეთე. ეს კორძაია ვინ იყო? დავით კორძაია გამომძიებელი იყო იმ დროს, დღეს არაფერს რომ არ წარმოადგენს. და ყველა აბსოლუტურად არიან ნარკობარონები. ამიდან აქვე ფულები ნაშოვნი. და мотивация რა იყო? თქვენ შვილს რატომ ებრძოდნენ? რატო იყო? мотивация არ ვიცი. ან კორძაია შემთხვევაში ან ახლა არაფერი არა იყო მეზობი. არ ვიცი საერთოდ რა ხდება, ამბიც რატო ებრძვია. ხო. დატოვე ქვეყანა და წადიო, რატო დავტოვო ქვეყანა? რამეს მადანაშაულებ, საქმე არის რამე აღძრული, თქვენ მოვიდენ, რომ ვინმეს რაღაცა წართვა, ვინმეს ოჯახში შევიდა, რამე არაფერი ამ დაგვარია. არ ვინებდებოდა მას ქვეყანა დატოვე და წადიო. გებუაძე ბესელია და რიჟვაძე, დავით რიჟვაძე. რომელიც უკვე გადადგა, რატო თანამდებობა გუში დაგვიდასტურეს. დასაჭერია, გადასადგომი კი არ არის. დასაჭერი და დასახრეტია. ანუ კახა ამბობს რომ დავით რიჟვაძეს ესწრებოდა. რა თქმა უნდა, დავით რიჟვაძე იყო კაბინეტში. ეს იყო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. როცა დაიუმიზნა იარაღი, დგებუაძემ, როცა ბესელიამ აკრა იარაღზე ხელი, ხო და ის დათო რიჟვაძე შვაში იდგა. ყოველ შემთხვევისთვის გასათავისუფლებელი კი არ არის. დასახრეტი არის რიჟვაძე პირდაპირ. მისი ნარკოტიკები იყო საქართველოში, მეტი არავის ვერ გაასახა და ჩემ ოჯახში მოიტანა. ვერ გაასახა. მე უკან დამხევი არაფერზე არა ვარ. მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. განაჩენი ჩემი შვილის 3-ში გამოვა ერთი ბოთლი ბენზინი და სპიჩკა ხელში. საკუთარ თავს გამოუტან განაჩენს. ეს იცოდეს ჯემალჭყონიამ, ბესელიამ, დგებუაძემ, რიჟვაძემ და კიდევ ვინც იყო იქ პირები ვინც ესწრებოდნენ. ეს იცოდეს რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. იქ რა მოხდა კიდევ უფრო მე დეტალურად მოგვიყვეთ, რა იცით თქვენ კახასგან? ამ შეხვედრის დროს რა უთხრეს კახას? გაწყებულია საგამომძიებლო იმაში დევს. არა ვიცით მაგენ რაც იძიებენ, ხო არ იძიებენ. არაფერს არ იძიებენ, თანამდებობებზე ნიშნავს. კი, დასჯილი პოლიციელი ჩვენ არ გვინახავს ამ როდე, მაგრამ დალეწილია ხალხი პირდაპირ და პირდაპირ ეთერში დალეწეს ადამიანები და იმის გამოც კი არ დასჯილა ასეთი სპეციფიკა. დალეწილია ხალხი, დალეწილიყავენ. მეტი რა უნდა დამლეწონ, რაც დამლეწენ ოჯახში. მაგრამ თავად კახა რა სყვება იქ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, რა მოხდა, ვინ დაიბარა? არაფერი არა, ასე ჯემალჭყონი ამუთხა თუ მე ახო დაგაჯენო, აგერ და საპროცესო გარიგებას გაგიკეთებ და გაგიშობ გარეთ. რაზე მიჭერ, მითხარი, რაზე მიკეთებ საპროცესო გარიგებას? ეს ჯემალჭყონიაც არის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლიციის. და მაშინ იყო მაღალჩინოსანი, დღეს არ ვიცი სადაგდია და
და დგებუაძემ რა მითხრა ამ შეხვედრის დროს პოლიციის დეპარტამენტში? დგებუაძე იყო თვითონ აჟიტირებული იყო თვითონ დგებუაძეც ვერ აჩერებდნენ კაბინეტში. რომ დატოვე ქვეყანაო? ქვეყანა დატოვებდა, ნუ არ ვიცი იქ რა იყო. მაშინ როგორც გახალხობოდა ჩვენც წერდით მაშინ ამის შესახებ დაუმიზდა პისტოლეტი დაუმიზდა. და ასევე იყო ირიბად მინიშნება კახას ფეხმძიმე ცოლზე, ხო როგორც ეს ბესელიეს მხრიდან როგორც სწორად მახსოვს, ხო? ეხლაც ბავშვი შვილი წასული არის თურქეთში ცეკვით და ბესელი დგებუაძე დახტა იქ იმაში რა ქვია რაცხა რო გადიან საზღვარზე იქ გურგენაძეო ბავშვი თვითონ არის დეპრესია ბავშვს დაჭირდა ფსიქოლოგიური ჩარევა მივიყვანით ექიმთან დასვენ ანტიდეპრესანტებზე ბავშვი ამ შიშზე და ნერვიულობაზე რაც მოხდა სახში ეს მოვარდნა იყო არ ვიცი როცა ჭრეკას აპირებდნენ ხო აი ეს არ ვიცი რა იყო საერთოდ აი ეს არის ნამდვილად მტკიცებული ეს არ ვიცი რა იყო ხალხო ქართული პოლიცია დაემგზავრა მხედრულს ამას ბიძინა იუბანიშვილს ამას არ ვიცი რა ქვია ქართული პოლიცია ეს მე უკან დასახევი გზა აღარ არის როგორი სუფთაც არის ჩემი შვილი ისეთი სუფთა გამოვაგარი მაგენის გარიგებებზე არ დავდივართ უკვე ერთი წელი დაგაჯენ და გაგიშვებ და ჩვენ მოვაწეთ ხელსო შენი ხელის მოწერა შენი ფული არ გვინდაო ერთი წელი დაჯდე უნდა რატო დავჯდე რატო მაჯენ გეკითხე ან მეორე შვილი სელდებოდა კახა იმ დროს როცა ეს შეხვედრა გაიმართა მესამე შვილს სელდებოდა კი ბატონო დავგზნებდე ხუჩაში და იყო ირიბად მუქარა ფეხმძიმე ცოლზე და მუქარა იყო ტელეფონებზე რეკვები რას ეუბნებოდა ვინ ეუბნებოდა როგორ გაუშვიო შენი ცოლიო ბავშვის რო ველოდებოდით გავიდა მაღაზიაში წაიყვანა ბავშვები ვაიკიკში და ისა როგორ გაუშვიო შენი ცოლიო ორსული ცოლიო არ გეშინიაო მარტო ამას რა ქვია ამას მუქარა არ ქვია ამ ესე იგი ოჯახი ვიყავით როგორ დღეში იცი ეს ვინ უთხრა ბესელია ტელეფონზე ირეკებოდა და წარმოიდგინეთ თქვენ ეს ბიჭი მარტო ქუჩაში არ დადიოდა მარტო თვითონ ეხლაც თურმე გადაკეტილი რომ წინასწარ გძნობდით რომ იქ იყო ჩასაფრებული რიგენი რომ დასაჭერად წნევის აპარატით ნევროზი ბოლო სტადია ნევროზი წნევის აპარატით ცოლშვილთან და ოჯახთან ერთად დადიოდა აი ბიჭი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში დაიჯერებთ ხალხო ამას ვერავინ ვერ იტყვის რომ სადმე ვინმე კახამ შეავიწროვა თქვას და ვაგებთ პასუხს ან თქვენ ამბობთ რომ კახას არანაირი შეხება არ ქონდა ნარკოდანაშაულთან არავის საერთოდ ნარკოტიკი საერთოდ ამორი არც მომხარებელი ნარკომხარებელი არ არის თქვენ ამბობთ რომ ჩაუდეს მას ეს ნარკოტიკი იმის გამო რომ ჩადებულიც არ არის ფურცელზე დაწერილია ხალხო ფურცელზე დაწერილი დაუდვეს წინ არც ხელის მოწერა არც არაფერი არ აქვს ეს ყოფილი მოხდა თქვენი ამით თქვენი მონაყოლის მიხედვით იმის გამო რომ მისგან მოითხოვდნენ ქვეყნის დატოვებას გაუგებარი მიზეზი ვერ გავიგეთ მაგიც ვერ გავიგეთ ისე გაიყვანეს სახლიდან გარეთ ჩვენ თვითონ მან თვითონ გააყო სახლის კარები ბავშვები მყავს სახში და ბავშვები არ შემიშინოთ რო შემოვიდა სპეცოპერაცია ეს დღისით ხდება ხამე გამთენიოს 6 საათი ამ დილის 6 საათზე მოვიდა პოლიცია ჭრეკაზე კი ბატონო ჭრეკა არ ჩაუტარებია ხო მაგრამ თქვენს რომ უნდა გავჭრიდეთ შემოცვდნენ შიგნით ჯერ ცოლის ძმა ცხოვრობს ეზოში ინვალიდი ცალი ფეხი არ აქვს მიუვარდნენ დაახტენ ამ ბიჭლოგიში აჰა დავიჭირეთო ჯარიცოდენ პიროვნებას ვისიჭერდნენ აჰა აგერა დავიჭირეთო ამ ბიჭმა უთხრა პროტესტ ჩავიცმეო ფეხზეო ფეხი არა აქვს ცალი ფეხი რა პროტესტ და ატრიალენ მოსაწოლები და ძახალი ათრიენ დაბლა ხალი თვითონ 500 მენ არ აქვს და ვერ მიხვდა იმ ხალმა ვინ შევარდა ღამესად გადააძვრენ საბანი დახტა ხალი გაგიჟდა ავტომატებიანი დაადგა თავზე ორი პოლიციელი ბავშვს ედგა იარაღებით თავზე ბავშვები მდივანზე პატარა ბავშვები დამჯდარი რა ხალ ბავშვები არიან ბავშვი 3 წლინახევრის და წლინახევრის კახას ბავშვები კი 16 წლის გოგო ფსიქოლოგიური შოკი მიიღო ბავშვი დასკუნაც დევს ბავშვის საქმეში რომ არის ფსიქოლოგიურად ბავშვი დაჭირდა ანტიდეპრესანტები დაჭირდა ბავშვს და კახა დააკავეს როცა შემოვიდა ან ხელბურკილი დაადეს და აირკვევა და გამოუშვებთო ამ დაგაურით გეიყვანენ საქმე ან ხელბურკილი დაადეს რა თქმა უნდა ჯერეის რეზმი ისინი გაუკეთენ მე ეტყობა მოუჭირა 200 ქონდა წნევა ამ დროს რომ რაზე იჭერდნენ არ იცოდა წნევაც არ გადაგვასინჯიენ არაფერი არ უჭირს ჩვენოვე პატრონებით თუ გაუჭრეს ეს და მე ხელბურკილები დაადვეს და გაიყვანენ საქმეში ხო ვანიცით ვინ ხელმძღვანელობდა ამას ვინ იყო პოლიციელი ვინც შემოვიდა ხელმძღვანელობდა
აი ზუსტად გვარებს ვერ გეტყვი. აი წინა შემთხვევაში როცა წელიწად ახევრის წინ მოხდა შეხვედრა როგორც თქვენებოდ და კახაც იგივე სპობოდა ხო? როცა შეხვდეთ მას გრიგოლ ბესელია, დგებუაძე, ასევე ჯემალ ჭყონია, დავით რიჟვაძე. მაგის შემდეგ დაიწყო გამოძიება როგორც შეხვდით არის ცნობილი ხო? საგამომძიებლოში დევსა. იქ რა გაირკვა? რა დაადგინა გამოძიება? არაფერი არა. ჯერ არაფერი პასუხი არ აქვს. და ეხლა ძალმაც რო ჩაიტარა ექსპერტიზის პასუხი და თვითონ ექსპერტიზის გავიგიც ვინც იყო, ვინც დაწერა და სხვა იმ ბიჭმა თქვა, შიგა და გარე დაზიანებები, მკლავები დალილავებული აქვს, თავს თლა ჩაშავებულია. ამას სახეში გაწნა ეტკინა, მეც მეტკინა, ჩემ ოჯახსაც ეტკინა. თუ ასია საქმე, სამარცხვინოთ იქცევიან უკვე. ამას არ აქვს არაფრის ახსნა ხალხნო. ხალხი გამოვიდეს გარეთ, მოუწოდებ ყველა დედას. ტკივილი განიცადეო ესეთ რამე ამბობს ირაკლი დგებუაძე. მან ესეთი ჩვენება მისცა გამოძიებას, რომ განიცადა ტკივილი და ესეც იდეოლოგიურად ჩემ არცალმაც განიცადა ტკივილი დალილავებული დააგდეს სახში. და არავის პასუხი არ აქვს. არავის არა. და უნდა დაებარებიან საგამომძიებლოში, არავინ არ იბარებს. ხო გადაეცა ექსპერტიზის პასუხი საგამომძიებლოს. სად არის ვინ აგებს პასუხს? მართლა ჩალით არის დახურული ქვეყანა, რა ხდება ხალხო? ეს არის 11 აპრილს მომხდარი შემთხვევა. მე ამითი არ ვამთავრებ დღევანდელ გამოსვლას. დიახ. ყველას ესმის ახლა აქ მე რასაც ვამბობ. ამითი არ მთავრდება. აქედან იწყება და ჩავდივარ თბილისში. თბილისს დავატრიალებ ყველაფერს. ჩემი უსამართლო შვილი, უდანაშაულო შვილი გამოვიდეს უდან გარეთ. როგორი სუფთაც არის, ისეთი სუფთა, არანაირი გარიგება. ამათთან გარიგებაზე არავინ არ წავა. და დღეს თქვენ ახლა მოხვალით იმის გამო რომ გაიგეთ რომ ირაკლი დგებუაძემ უნდა მისცეს ჩვენება სასამართლოს ბათუმის გავიგეროთ დგებუაძემ უნდა როგორ ეტკინა სახეში სილის გაწნა ქალიდან ეტკინა თურმე მეც მეტკინა ჩემ ოჯახს უფრო დიდი ზიანი აქვს მიყენებული მაგათგან დატოვოს თანამდებობა დროა ხალია ქეთინო პოლიციელი დატოვოს თანამდებობა დებუაძე არის ქეთინო პოლიციელი ჩემი შვილი არ უნდა იჯდეს ციხეში დღეს არ უნდა იჯდეს ციხეში კარი გაახონდა გარეთ გამოუშვა გოშის ეხა კახასედებიან აქედან მიდის ეს ინფორმაცია წავიდა ბესელიამ დაჯდა იქა ბესელიას დროც მოვა იქ მოვა თბილისში ბესელიას დრო ან ნარკოტიკების უკანონო ფლობას თუ რეალიზებას ეძებიან არა შენახვა შეძენა რაც არის შეძენა შენახვა კი ბატონო ეს ფილმი ბიჭი ეუნება რომ კინოში მაგნანახი ცხადში არ ვიცი საერთოდ რა არის ეს ნარკოტიკი ხო იცის ყველა მე შვილო რომ არ ნარკოტიკთან არ აქვს შეხება არანაირი შეხება მე ამას დავამტკიცებ და დაუდებ ხელის გულზე ყველას შევეწირები ჩემ ცხოვრებას დავთმო დებუაძემ იცოდეს დღევანდელ დღეს კახა გურგენაძის დედა აკეთებს განცხადებას ბოლო არ არის ეს განცხადება იწყება აქედან ომი იწყება აქედან ბრძოლა ჩავდივარ თბილისში მივალ ივანიშვილამდე ივანიშვილის კარებთან დავიწვავ თავს აგონ პასუხი ყველა მაგოს პასუხი როგორც რიჟვაძე გადაეტრია ისე წაეტრიოს ესენიც ეს ვინ არიან რა ხდება ხალხო ქვეყანაში რა ხდება ქვეყანაში ეს ლიათოდუა იყო რომელიც საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში ის არის კახა გურგენაძის დედა რომელიც დააკავეს რამდენიმე დღის წინ პროკურატურის ვერსიით ნარკოდანაშაულისთვის როგორც ხალხოდან ლია გუყვება თუმცა კახა გურგენაძის შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით ის სამობდა იმაზე რომ დაიბარეს საჭირის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ეს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოხდა და მაშინ მას ემუქრებოდა პირდაპირ გრიგოლ ბესელია საჭირის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი ასევე ირაკლი დგებუაძე რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსი ახლაც და დღეს უნდა მისცეს სავარაუდოდ ჩვენება მზიამაღლობელი საქმეზე თქვენ იცით რომ სილის გაწვნის გამო მზიამაღლობას ედებიან პოლიციაზე სწორედ ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ხოლო კახა გურგენაძე ამბობდა იმას რომ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაუგებარი არგუმენტით ითხოვდნენ იმას რომ მას უნდა დაეტოვებინა ქვეყანა და მას დაემუქრეს მათ შორის პისტოლეტის დამიზებით და ირაკლი დგებუაძემ დაუმისდა მას პისტოლეტი ერთი იხედება ზევიდან ჩვენ ჭიანჭველები ვართ ღმერთი განჯის ყველას განჯის ღმერთი
ეს არის კახა გურგენაძის დედა, რომელიც დღეს ახლა მოვიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. სწორედ იმიტომ, რომ მან გაიგო, რომ ირაკლი დგებუაძემ უნდა მისცეს ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მისცეს პროკურატურის პრეროგატივა, შეიძლება არც გამოჩნდეს დღეს დგებუაძე და სხვა დროს მისცეს მან ეს ჩვენება, ჩემთვის არ არის ცნობილი. თუმცა პოლიციელების უჩვეულო სიმრავლეა, მათ შორის გოჩავანაძე აქ არის ირაკლი დგებუაძის მოადგილე, პოლიციის სხვა მაღალი ჩინოსნები დღეს სწორედ აქ არიან პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. დამელაპარაკოს დამიდგეს პირისპირ. რას ეტყოთ ისეთ გებუაძის იმას რა იქნებოდა ყველაფერს რაც კი ვიცი დაუდებ, ყველაფერს ისიც თავდაყირა დააყენებს ყველაფერს იქა. შიგნიდან თავდაყირა დააყენებს, ციხეს დააუშენებს მაგეს თავს. ეს იცოდეს ამათმა. იმიტომ რომ უდანაშაულო პიროვნება არის. ყველა დედა ამბობს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ჩემი მართლაც უდანაშაულოა. მართლაც დავაშავებ, დამატოვებიე ქვეყანა და გამიშვი. არ ვაშავებ რა გინდა. რატომ მებრძვი? ამაშია საქმე. ეგ როცა მოითხოვდნენ ქვეყნის დატოვებას, მაშინ რაბე გამოძიება იყო დაწყებული კახას წინააღმდეგ, რამეს ედაობდნენ ოფიციალურად. არაფერი, შვილო, საერთოდ არაფერი. მათ შორის არც ნარკოდანაშაულზე არ არის. ბრალი მასწავლებელი არ ქონია. დაპირდა ჯემალ ჭყონიამ ასე უთხრა. იმდენ წამალს ჩაგიდოფო 20 წელიწად შეიცვალოს ვერ ნახავ. გქონდეს ცნობილი რამე ვერსია, რას ერჩოდი კახას, რა იყო? არაფერი არ ვიცი. მან გვითხრას, რომ რას ერჩოდე. მადლობა, ეს ლია თოდუა იყო, კახა გურგენაძის დედა. ლია პატარაია. ლია პატარაია, უკაცრავად ლია პატარაია. მოგესალმებით. ასეთი რეალობა. ესეთი სურათი ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს პროექტში უკვე დაიწყო სიამაღლებელი საქმის განხილვა, თუმცა ჯერჯერობით პროკურატურის მოწმეების დაკითხვა არ დაწყებულა. აქ ხედავ ასევე უსახკარო ქალბატონებს, რომლებიც მოვიდნენ სიამაღლობელის მხარდასაჭერად. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირში. იჭეკით არა უშავის ხელები და ხერხად ირაკლი დგებუაძე შევიდა. ხედავ როგორ აისუსა კათათი მართვა. ეთინო პოლიციელი ყველა გადავარდი. ქართულის ხალხიანი მოსაგიდო თარმანია. რა არის თქვენი გზავნილი? ირაკლი დგებუაძის მიმართ რა არის თქვენი გზავნილი? როგორი პოლიციელია? სრუ. არა მაი საჭირო საქართველოში გააცემა. უცხოეთში საცხე გავში. არა მაი საჭირო აქა. ის ამბობს რომ ტკივილი განვიცადეო. არა ტკივილი, მამაკაცმა ტკივილი განიცადა. მამაკაცმა ქალის შემორტყმი. ხო, სილის გაწმის გამო იდეობენ პოლიციელზე თავდასხმას, ესეთია ბრალი სიამაღლობელის წინააღმდეგ. და როცა მისცა ჩვენება ირაკლი დგებუაძე გამოძიებას, ეხლა არ ვიცი რა შეიტყვის სასამართლოს, მაგრამ მათ თქვა რომ ტკივილი განვიცადეო. არაფერს არ განიცადა. განიცადა არა ადამიანი. ასე თქვენი მოსაზრება როგორია ეს ამ შემთხვევაში, როცა სილა გააცნეს? არასდროს. სილა გააცნეს რა მოხდა ახლა ჩხუბში და იმაში სილასაც გაგაცნობენ და ყველაფერს იზამენ. მე დაჟე მცემა და იგიქნეს რომ უსახკარო ვიყავდა სადაც მინდოდა შესვლა, პოლიციელები მაინძალადეს ჩვენ. და არავის პასუხი არ უძია. პასუხი არ მოუწოდე არავის. არ საპროტესტო აქციის დროს. აჩეს როცა თქვენი შუშუმპირი შვილი დააკავეს, თქვენ არც კი გააგებინეს, როცა გაიმართა ის სასამართლოს ხდომა, ხო? და დააკავეს უკანონოდ, სულად უკანონოდ დააკავეს. მარტო დაჭერდა სასამართლო ჩავდა, რომელიც რომ მე მეურვებ. და ენდები ასეთ სასამართლოს ასეთ საქართველოს. ხო. ასეთ ჩვენ ხელისუფლებას. ო, ეგ არის ძალადობა ასევე პოლიციელების მხრიდან, ხო, პირდაპირ. მადლობა, ეს მაგული ფუტკარაძე იყო, უსახკარო ქალი, ასევე შუშუმპირის დედა, მარტოხელა დედა, რომელიც წლებია ითხოვს ყურადღებას მთავრობისგან. ახლაც ისეთ გასაჭირში ვარ, რომ ერთი წუთი არ შემიძლია სადაც ცხოვრო, მაგრამ რეაგირება არაფერი არ არის. თამაზაშვილსაც შევხვდი, ჩიქოვანსაც, ყველას არაფერი რეაგირება არ არის. თამაზაშვილს შევხვდით?
შევხვდით, მაგრამ პირადად ვერ შევხვდით და ჩიქოვანს ვერ ელაპარაკე. ვიცით თქვენი მდგომარეობა, მაგრამ რამდენი შარშანაც შევხვდი ბათუმობაზე და წეს. ბათუმობაზე შევხვდით, ხო? ეს არის ჩიქოვანს ბათუმის მეც და მან გითხრათ რომ ვიცით თქვენ მდგომარეობის შესახებ, ხო? მდგომარეობა და მე რას ვაკეთებ, ხო? არაფერს. არ დაწყებულა ჩემ საფკაროების მშენებლობა. როდის დაიწყებენ? მე რო არ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ჩემი შვილი. თქვენ რამდენი წელია ითხოვთ სახლკარს? 7 წელია ვითხო. სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა. და მთელი ამდენი წელს განმავლობაში ხართ აქციებზე და ითხოვთ მინიმუმს რომ რაც კი შეუსწავლია თქვენი მდგომარეობა არა. და ჩიქოვმა რა თქვა ყველაფერზე, როცა თქვენ უთხარით რომ როდესაც იქნება საფკაროების პროგრამაო და დავაკმაყოფილებ. როდესაც იქნება რა მან უნდა მოიფიქროს ეს. არა არის არაფერი. და მან უნდა გააკეთოს ეს ხამეს ხო ეს თვითმართველობა მაგას ნიშნავს რომ თავად მერიამ უნდა მოიფიქროს ეს პროგრამა და მისი ნება უნდა იყოს რომ დააკმაყოფილოს უსაფკაროების მოთხოვნა. არ მაინტერესებს უსაფკაროები და გაჭირვებული ხალხიო, ასე რომ თქვა. ხო. ასე და დღეს ის გამოხვედით ამ სასამართლოში. ხარდასაჭერად რომ ასე არასდროს არის მართალი და ყველა ჩვენთაგანი მასე ვიზამდით რომ და არაფერი არ არის წარმატება. ყველაფერი უკან მიდის და ჩვენი პოლიციელები ჩვენ კი არ ვიცა, ჩვენ არ ვიცა. და თქვიდა ჩვენ ამდენი პოლიცია და ამდენი დაცვა და ამდენი არ ვიცა. მადლობა. ეს მაგული ფუტკარაძე იყო თქვენ მას ვისმენთ, მოდი ბზური ბალაძეს მოვ. ძალიან მოკლედ, ირაკლი გებუაძეს რას ეთქოთ, რა იქნებოდა თქვენი გზავნილი ირაკლი გებუაძეს მიმართ, რომელიც არის ბათუმის პოლიციის უფროსი და ახლა ხან შევიდა სასამართლოს ხომის დარბაზში, მანდა მისცეს ჩვენება სასამართლოს. მანამდე უთხრა გამოძიებას, რომ ტკივილი განვიცადეო სილის გაწვნის გამო და სწორედ ამაზეა ახლა მთელი ეს პროცესი აგებული, სწორედ სილის გაწვნის გამო ჟურნალის, ქალ ჟურნალის ელდება 4-დან 7 წლის თავისუფლების აღკვეთა. თქვენ რას ეთქოდით გებუაძეს და რას ფიქრობთ მის ამ ქმედებაზე? როგორი პოლიციელია ირაკლი გებუაძე თქვენს თვალში? შეხედიან ჯერ ბოდიში მოგესალმები ბოდიში პრობლემებმა ჯანმრთელობიდან გამომდინარე გამოკრეთ შემოვიდა ფაქტები გებუაძეს მიმართავდი რომ იყოს ობიექტური და სამართლიანად უნდა გაჟღერდეს ადამიანების მიმართ მისი მიდგომა ანალოგიური შემთხვევაში თვითონ ფაქტები დააფიქსირეთ დანარჩენი მისი მეგობრების ანალოგიურს გააკეთებენ. ეს არის ძალადობა, რა თქმა უნდა, ძალადობის გამომივანებელი. მზია და აგრეთვე ბატონელები ბათუმში დიდი ხანია კომუნიკაცია გვაქვს მასთან, საზოგადოებასთან მართალიან ახლოს, თვითონაც ბატონელები პრობლემებს აღწერებენ. მზია თანადგომი რა მანქანის საფარობის გვერდით ვიზგარა. ბოდიში მოგწევ ამ ეტაპზე მაგ პრობლემები და მიდის საუბარი. მადლობა და პირიქით მადლობა თქვენ კომენტარისთვის და იმისთვის რომ აქ მაგრამ მაინც ზიარ გავარდა. თქვენც როგორც ქალბატონი მაგული მე შევახსენებ ასე ჩვენს მაყურებელს და თქვენც ხართ უსახლკარო ქალი, თქვენც ყავთ შუშუმპირი შვილი და ხართ მარტოხელა დედა, სოციალურად დაუცველი და წლებია ითხოვთ ყურადღებას ხელისუფლებისგან. ხო, თუმცა არც ერთ დონეზე, არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, არც აჭარის, არც ბათუმის მერიამ არნაირი პროგრამა არ შეიმუშავა იმისთვის, რომ თქვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო და თქვენ გქონდეთ თქვენი სახლკარი. ბათუმობაზე შეხვდით ბატონი ირაკლი ჩიქოვა. არჩილ ჩიქოვას, ხო ბათუმის მერს. როდესაც მოხოებას გაეცა კოსმების მართლობასა და დანარჩენი იგი მოკარაკეთებს რატო განსხვავება არის ასე შემოიფარა ის სხვა თემა ეს სხვა ნუ გამოდის რომ ის სხვა ქვეყანაში მაცხოვრებელი და ჩვენ სხვა ქვეყანაში რატომ აიცი ასე რატომ ააშენეს სპექტკორპუსი უცნების ქალაქის ტერიტორიაზე მათი პროპაგანდა იყო და ნაცნობი პლანი 2000 გამოდის ანუ პოლიტიკურად გამოიყენეს უცნების ქალაქი ბათუმი პატარა ყველა ნაცნობი და ყველა ნათესავია და ციხე ყოდი შეგინან ხდება და თქვენ ახლა დასახლებული და შეჭრილები არ ხართ არცად და ამ დრომდე ან ღიაცის ქვეშ ხართ ან რაღაც ნაქირავებში ნათესავებთან ამიტომაც თქვენს მიმართ არიჩენს ვარანერ ყურადღებას ზურები არ არის საკაროთა მიმართ თვითონ არის პროგრამები მაგრამ 40 წელია თერაპევტული ოპერაციები პრობლემური მასშტაბაციები ფინანსური ხარჯები ჯანმრთელობა აი ფაქტი ანუ ესეც არ დაგიფინანსეს ეს ოპერაციები? არა, სიმართლე შემოხარჯები რომ ერთადერთი მადიერი ჯანაცვისგან
ნინოში ინტერესში რომელიც გვერდში მიდგარ და 20 ჩემბერში გამეცა ოცნო ოპერაცია დამაფინანსა. იმედოვნებო მას მიბადო დანარჩენება და იყო ობიექტურები ნინანინოსავის სამართლიანი მდგომა ჰქონდეს მოწყობილ კატეგორიის მიმართ. მადლობა თქვენი სპეციალისტ მზიური პალატის ასე მაგული ფუტკარაძეს უსახკარო ადამიანებს უსახკარო დედებს ისინი შუშუმ პირების დედები არიან და მარტოხელა დედები სოციალური დაუცველები რომლებიც წლებია ითხოვენ ყურადღებას ხელისუფლებისგან არაერთი საპროტესტო აქციაზე გვინახავს მაგული ფუტკარაძე მაგალითად რომელიც უკვე ხედავთ კადრში მათ შორის იყო შესული მშენობაში თქვა ბიკნარში მიტოვებულ სახლში რაც არის გაუსაზრდელი ცხოვრების პირობები და ესე დროდადრო რაღაც შენობაში ცხოვრობს მაგული ასევე სხვა უსახკაროები და როგორ ცხოვრობენ საერთოდ პირველად ახერხებს რომ დაიქირაოს ბინა და ამ დრომდე ვერ არ გამოუჩნდა ნება ქართული ოცნების ხელისუფლებას რომ შეემუშავებინა ესეთი პროგრამა ხო რაღაც ქირაც რამდენიმე თვით აგიფინანსეს ხო ერთი თვით და რომ მივედი მეორე თვეში არ ჩამიგეცეს ის ერთჯერად დახმარება ეს ვინ გითხრათ რამაში იჭარადი რომელიც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ეხლა უკვე უმაღლესი საბჭოს დეპუტატია ამ ეტაპზე არც ქირას აღარ გიფინანსებენ დაწერილი მაგ განცხადება და ვარი ამ ეტაპზე საცხოვრებ თუ შეგიძლიათ რომ უთხრათ ასევე ჩვენს მაყურებელს BMC-ის მეოთხე საცხოვრებელში ნუ მე არ შემიძლია მე და ჩემს შვილს იქ გაჩერება ერთი ზუგდიდაც მაგრამ გაჩერება ქუჩაში ცხოვრება ჯობია იქ მაგრამ მე არ შემიძლია რა მეცალად გავხდები უარეს არ ჩემიდროებით ემშენო ჩემი მაგრამ დღე-დღეზე ველოდები რაღაცა ახალ ინფორმაციას მაგრამ არაფერი არა აქვს დიდი მადლობა შემოსახდეს იქ მაგრამ დროებით ალბათ მუდმივად შემოსახდეს მადლობა თქვენ ისმოთ უსახკარო ქალბატონებს მზიური ბალაძეს და მაგული ფუტკარაძეს მათ გარეთ არის ხმაური მეგაფონიდან ის შესახელები მეორე დარბაზის წინ სადაც ახლა იმართება მზიამაღლობელის პროცესი ირაკლი დგებუაძე აძლევს ჩვენებას ის იკითხება სწორედ ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი დგებუაძე არის დაზარალებული ამ საქმეში მას აქვს დაზარალებული სტატუსი სილის გაწუნის გამო სწორედ სილის გაწუნის გამო იდავებიან პოლიციაზე თავდას ხმას მზიამაღლობელს სწორედ ირაკლი დგებუაძე უთხრა გამოძიებას რომ მან განიცადა ტკივილი სილის გაწუნის შედეგად ეს ლარა ქარცივაძეა აქტივისტი სტუდენტი რომელიც ახლა დგას ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მეორე დარბაზის წინ აი სწორედ აქ არის ის დარბაზი სლობათა დარბაზი მეორე დარბაზი რომელიც ყველაზე დიდი დარბაზია სასამართლოში და სწორედ აქ იკითხება ახლა ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი წინა პროცესზე 28 აპრილს დაიკითხა გრიგოლ ბესელია რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია ყოფილი დირექტორია უკვე ის ახლა უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა სხვა პოლიციელების მსგავსად ისიც გამოიჭირა ტყუილში ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა ასევე ადვოკატები რომლებიც იცავენ მზიამაღლობელის ინტერესებს მაგალითად გრიგოლ ბესელიამ თქვა რომ არსებობს სამართალდარღვევის ოქრონი სტიკერის გაკვრის ნაწილში თუმცა 28 აპრილისთვის ასეთი ოქრონი ბუნებაში არ არსებობდა ეს მანდატური სამსახურის ხელმძღვანელი რომელიც ახლა მივიდა ლარასთან და უთხრა ლარას რომ 20 მეტრის რადიუსი უნდა დაიცვას მან და სწორედ იქიდან შეუულია იქიდანაც გამოყენება ცენტრალურ გზაზე არ შეიძლება გაჩერება მანქანა დაგეჯახება ლარა 20 მეტრი აგერა ეს გადაზომე და ახლა შენობაა და ბუნებრივია ვერ გეტყვი შენობას გადაახდით. მაქსიმალურად გავიდე. აი ნაბიჯებით უნდა გადაზომო. გავზომო პრობლემა ვქონდა.
მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი უმარტავს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ უნდა დაიცვან რადიუსი სასამართლოს შენობასთან, ეს არის 20 მეტრი, როგორც მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს და სწორედ იქიდან შეუვლიათ, რომ გაახმოვანონ საპროტესტო გზავნილები აქციის მონაწილეებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აქციის მონაწილეებს ეუბნება მანდატურის სამსახური, რომ უნდა დაშორდნენ სასამართლო სხდომის ოთახს, როგორც ჩანს, დისკომფორტი მართლაც ექნება როგორც მოსამართლეს პიროვნულად, ასევე იგივე დგებუადეს, რომელიც ახლა ჩვენებას აძლევს ბათუმის საქალაქო სასამართლოს. გამარჯობა. მინდა რომ გაგესაუბროთ ბატონო გივი. დირექტ გებუაძე იკითხება ახლა ბათუმის პოლიციის უფროსი, როგორი პოლიციელია ის თქვენი შეფასებით? პოლიციელი არ ვიცი მე. პოლიციის უფროსია. ვიცი რომ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორი ადამიანი კი გამოჩნდება. სამი თვი ნახევრის მერე გახსენდა კედელზე მიკროლისტიკები. ხო. რომელიც არც მიეკრა ჩამოვარდა მაშინ და რა დაზიანებაც შეიძლება იყოს ლაპარაკი. და ყოველ შემთხვევაში უკვე გამოიკვეთა ამერიკის მიერ დასანქცირებული პოლიციელები სამართალდამცავები ასე ვთქვათ და მე მგონი ამ წელიწადს დასრულდება ეს პროცესი დაინიშნება. რა გაძლევთ მაგის იმედს, რომ დასრულდება, ვთქვათ, ყველა პროცესი აქვს ეს პოლიტიკური პროცესი. ყველა პროცესი აქვს დასაწყისი და ბოლო და შუა ნაწილი. არ ვშევთ იმას, რომ ივანიშვილისა და რუსეთის სასარგებლო შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი? ყველაფერს აქვს თავისი განვითარება და ბოლო აქამდე ვითარდებოდა მათი ძალაუფლება, ასე ვთქვათ, უკვე დასრულების პირზე არის. ეს არის პოლიტიკური რა ჩვენებს ამას, რომ დასრულების პირას არის. იქნებ პირიქით უფრო მტკიცდება რუსული დიქტატურა. შეიზღუდა მათი მომხრეების რიცხვი და როცა ესე აქტიურდება პოლიციური რეჟიმი, ის იქნება მაგას არის მისნაჩენებელი, რომ მათ რაღაც აქვს ბერკეტები, სხვა ბერკეტები, პოლიტიკური ბერკეტები. და პოლიტიკური ბერკეტების არქონა იწვევს უკვე სახელმწიფოს მმართველობის შეცვლას. ხო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მკაცრდება ივანიშვილის მიდგომები, ხო, ფინანსური სანქციები, ჯარიმები, დაკავებები ადამიანების პატიმრობები. იგივე ჟურნალისტი ქალი პირველი შემთხვევაა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში, ხო? პრინციპში მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ქალია, კაცია, ჩვენთან ყველა საერთოდ ჯიან, ქალსაც, კაცსაც. ჯერჯერობით როგორ იქცევიან პოლიციელები, საერთოდ არ უყურებენ არც ქალს, არც ასაკს, თავზე ხელაღებული ბანდიტები არიან, ეს პოლიციას უკვე არ დაარქვეს. და როცა ეს მდგომარეობაში გადადის მართველი, უკვე ის დამარცხებული. და ამას შენარჩუნებას ისინი დიდხანს ფიზიკურად ვერ გაუძლებენ. და რა გაძლევთ ამის საფუძველს? ყველა შემთხვევაში ეს არის პირველ რიგში არის ხალხის ჯგუფი და ძირითადი მასა, რომელიც უკვე აღარ ეგუება ძველ რეჟიმს და ითხოვს სიახლეს. მაგრამ წინამდგომ არ არის ხალხმრავალი მართლაც, ხო? არ არის დიდი რაოდენობა გამოსული ქუჩაში. თქვენ არ ვიცი ახლა როგორ არის, მე რამდენჯერმე ჩავატარებ გამოკითხვა და ყოველთვის მათი აი არჩევნებამდეც კი მათი მომხრე იყო მხოლოდ 25%, არა უმეტეს. დანარჩენი 70% იყო მომხრე. კი ეს როცა კლუბით ჩანს, რომ მათი მხარდაჭერა ყავს, თუმცა არ გაზრდილი და იკლებს კიდევ უფრო მეტად, ხო? ეს ლოგიკური პრინციპია, როცა ხელისუფლებაშია, თან როცა არალეგიტიმური ხელისუფალი ხარ. არჩევნები ჩატარდა დარღვევა, რომელიც არ აღიარა მსოფლიოში, ეს არ შეიძლება გაგზავნის ძალიან დიდ ხანს, იმიტომ რომ პროცესები ვითარდება და სრულდება, როგორც ჩანს უკრაინაშიც უკვე ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის, ეკონომიკური სანქციები ამერიკა როგორც იქნა გამოფხიზდა და
სწორ მოქმედებაზე გადავიდა და უკვე მაგრამ არ უშევთქვათ იმას რომ შეიძლება მზად იყოს იგივე ამ სანქციებისთვის ივანიშვილი და მისი რეჟიმი და იგივე რამ მოხდეს რაც მარტივად მოხდა საქართველოში 20-იან წლებში გასულ საუკუნეში ან ეხლა რაც მოხდა ვენესუელაში მაგალითად განსხვავებული აშკარა ხო რა შეასაკო მე ძალიან კარგად მახსოვს მონაწილეც ვიყავ ზოგად გამსახურდი კი თქვენ აქტიური მონაწილე ხართ იმ პროცესების და მოძრაობის მაშინ იყო სწორედ რომ რატო დავმარცხეთ უკვე სწორედ მაშინ იმიტომ რომ მაშინ სოფლიოს არ უნდა და საბჭოთა კავშირის დაშლა მაშინ აწყობდით მათ რომ ერთ სახელმწიფოს ემართას უყურე ანუ რუსეთს ემართა უყურე ეს რესპუბლიკა ფაქტიურად ჩვენ ქაღალდზე მოიპოვეთ მაშინ დამოუკიდებლობა და რეალურად მართლად ისე დაგჭეროს ამჟამად სიტუაცია მთლიანად შეცვლილია არავის არ უნდა რუსული მმართველობა და უნდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოველ შემთხვევაში შეიძლება ბევრი დამოუკიდებელი სახელმწიფო არა მაგრამ საქართველო და კავკასია ჭირდება მთელ სოფლიოს როგორც საპირწონე ზარდი აგრესიის შესაძლებლობები ხო მადლობა ეს გივი ნახუცრიშვილი იყო რომელსაც თქვენ ახლა უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში მადლობა ეს არის გზავნილები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. თქვენ ხედავთ პოლიციელებს, რომლებიც მობილიზებული არიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ირაკლი დგებუაძე იკითხება ახლა ამ წუთებში სწორედ პროცესზე მზია მაღლობელის არსებითი განხილვა გრძელდება და დღევანდელ პროცესზე იკითხება სწორედ მზია ამაღლობელის პროცესზე იკითხება ირაკლი დგებუაძე, რომელსაც დაზარალებული სტატუსი აქვს სწორედ ამ საქმეში. მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში, მას პატიმრობა გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. მოსამართლემ, რომელსაც არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია და რომელიც არის დასანქცირებული სწორედ მზია ამაღლობელის საქმეზე ჟურნალისტის უფლებების დარღვევის გამო. სწორედ ეს დასანქცირებული მოსამართლე, რომელსაც არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, განიხილავს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს და ის მიიღებს მაღალი ალბათობით სავარაუდოდ საბოლოო განაჩენს მზია ამაღლობელის საქმეზე. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ასეთია სწორედ სასჯელი, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო ედავება პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას. საუბარია ირაკლი დგებუაძეზე, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია ამ დრომდე. მას არც კი შეჩერებია სამსახურებრივი უფლებამოსილება იმის მიუხედავად, რომ მზია ამაღლობელი ასევე აქციის სხვა მონაწილეები თან არამხოლოდ ეხლა როცა მზია ამაღლობელი დააკავეს, ადრეც ადანაშაულებდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში. მაგალითად 2023 წელს, როცა რუსული კრუიზი შემოდიოდა ბათუმში და გაიმართა ანტირუსული აქცია, ამ დროს დააკავეს გენრი დოლიძე, რომელიც ამბობდა, რომ დაკავების დროს ირაკლი დგებუაძე მას სახეში ჩაარტყა ფეხი. არც ეს შემთხვევა არ გამოუძიებია სახელმწიფოს და არ დაუსჯია ირაკლი დგებუაძე, ისევე როგორც არც ერთი სხვა პოლიციელი, რომელმაც იძალადეს და ძალადობენ ადამიანებზე, განსაკუთრებით საპროტესტო აქციების მონაწილეებზე და ჩვენ არაერთი ვიდეო მტკიცებულება ვნახეთ, როგორ ძალადობენ პოლიციელები და პოლიციის ხელმძღვანელი პირები ადამიანებზე, მაგრამ ამის გამო პოლიციელი არავის არ დაუსჯია, მათ შორის ირაკლი დგებუაძე არათუ არ დაუსჯია ვინმეს, არამედ არც კი შეუჩერეს მას სამსახურებრივი უფლებამოსილება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩატარდეს მიუკერძოებელი და ყოველმხრივი ობიექტური გამოძიება, ხოლო როცა ირაკლი დგებუაძეს ადანაშაულებენ არაადამიანურ მოპყრობაში და ამ დროს ის ისე ბათუმის პოლიციის უფროსია, ამ დროს ბუნებრივია მას აქვს გავლენა ამ გამოძიების პროცესზე, თუმცა არც ეს ფორმალური მოთხოვნის საკმაყოფილებით არ შეუწუხებია მთავრობა ქართული ოცნების არალეგიტიმურ და ანტიკონსტიტუციურ მთავრობას არ შეუწუხებია თავი იმ კუთხით, რომ ეს ფორმალური პირობა მაინც დაეცვა ამ საქმეში, სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი კი არა და პირდაპირ არსებობს მკაფიო მოცემულობა, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, უკანონო პატიმრობაშია რჩება მზია ამაღლობელი ამ დრომდე და ამას ადასტურებს არაერთი გარემოება, უმთავრესი კი არის კვალიფიკაცია ამ საქმის, არაერთი უფლებადამცველი და
უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი ცალსახად ამბობს, რომ არ შეიძლება სილის გაწვენა განვიხილოთ არათუ პოლიციაზე თავდასხმა და არამედ საერთოდ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომაც ბრალდება მზიამაღლობელის წინააღმდეგ, ასევე მისი პატიმრობა არის ყოველ დაუსაბუთებელი და უკანონო. გარდა ამისა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ოფიციალური გამოკითხვებითაც კი ჩანს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის მაინდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში და პირიქით დაბალია ნდობის მაჩვენებელი სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ამის მიუხედავად ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ სასამართლოს მიერ ამ დრომდე განხილული საქმეების მიხედვით ბევრად უფრო მძიმე შემთხვევები, თქვათ როგორიც არის პოლიციელისთვის დანით ჭრილობის მიყენება, ან პოლიციელისთვის თავში მინის ბოთლის ჩარტყმა, ან პოლიციელისთვის ფეხის ამორტყმა საზარდულის არეში, ამ პოლიციელის ხელკეტით ცემა, აი ამ რაც ახლა ჩამოთვალე, ამ შემთხვევებშიც კი საქართველოს სასამართლოებს არ უთქვამთ, რომ ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა და სხვა მუხლებით გაასამართლეს, ეს პირებად უფრო სუბ კატეგორიის დანაშაული, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ჯარიმებითაც კი გაუშვეს მსჯავრდებულები. ამ სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით სილის გაწვენა არანაირი სამართლებრივი ლოგიკით არ გამოდის არათუ პოლიციაზე თავდასხმა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. და იურისტები მიუთითებენ რამდენიმე გარემოებაზე, თუ რატომაც ვერ არის ეს სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არსებობს ზიანი ამ საქმეში, მხოლოდ ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი ამბობს, რომ მან განიცადა ტკივილი, თუმცა ტკივილის განცდა არის სუბიექტური გარემოება და ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს ამ საქმეში, რაც დაადასტურებს იმას, რომ მას მიადგა რაიმე სახის ზიანი. თქვათ იგივე ექსპერტის დასკვნის მიხედვით ირაკლი დგებუაძეს არ მიუღია არანაირი ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო თავდასხმის შემთხვევაში უნდა იყოს მნიშვნელოვანი როგორც ინტენსივობა, ასევე ზიანის სიმძიმე უნდა ადასტურებდეს იმას, რომ მართლაც ჰქონდა თავდასხმას ადგილი და თავდასხმა უნდა იწოვდეს, უნდა უქმნიდეს რისკს, უნდა უქმნიდეს საფრთხეს თავდასხმის ობიექტის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ხოლო სილის გაწვენას არ შეიძლება რაიმე სახის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის რისკი შეექმნა ირაკლი დგებუაძის შემთხვევაში. შეძახილებით დახვდნენ ირაკლი დგებუაძის აქციის მონაწილეები, ცრუ პოლიციელები, ასეთი იყო აქ შეკრებილი მოქალაქეების გზავნილები. აქ არიან მოქალაქეებიც, მათ შორის ქვეყნის კადრში ხედავთ, რომ ირაკლი დგებუაძის მოადგილეს გოჩევანაძეს ელაპარაკებიან უსახლკარო დედები, რომლებიც წლებია ითხოვენ სახლკარს, რომ შეიმუშაოს მთავრობამ რაღაც ისეთი პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებს მათი და მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანების მოთხოვნებს. ისინი არიან მარტო ხელა დედები და მოყავთ შუშუმ შვილები, თუმცა ამ დრომდე მთავრობას არც კი შეუსწავლია მათი საჭიროებები. ისინიც მოვიდნენ დღეს მზიამაღლობელის მხარდასაჭერად. მოქალაქეების უფრო დიდი ნაწილი კი სასამართლოს ხომის დარბაზშია, ყველაზე დიდ დარბაზში, სადაც ახლა განიხილება მზიამაღლობელის საქმე. ეს არსებითი განხილვის ხდომა, ჯერ კიდევ იკითხებიან პროკურატურის მოწმეები. ეს მრე ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით განახლებული ამბებით. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.